მოგესალმებით, ჩემო გამომწერებო და ჩემო მსმენელებო. დღეს ვისაუბრებთ მათესახარების მე-17 თავის შესახებ. ადიშის 4 თავიდან წავიკითხავთ ტექსტს და შემდგომ მივყვებით, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი მუხლებია. და ყველანაირი განმარტება, რაც მაქვს თან, მაღლია, ყველაფერს შევეცდები, რომ ამომწყურავად გავცე პასუხი. მანამდე დავიწყოთ ებრაული ჩამოლოძვით, რადგანაც მოციქულები ებრაულად კითხულობდნენ ფსალმუნებს და იმ დროს სხვა ლოცვითი წერილობითი ლოცვა არ ჰქონდათ. ისინი ზეპირსიტყვიერად აკეთებდნენ ამას. Baruch atah Adonai Eloheinu melech haolam, shekecho ugurato male olam. კურთხეულ ხარ შენ ადონაი, ღმერთო ჩვენო. შენი ძალით და სიდიდერით სავსე არის სამყარო. ლეხურენენ ალ ადონაი, ნარიალე ცური შენო დეკადემა ფანაობეთო და ბიზმიროდ ნარიალო კი გადოლ უმელეხ გადოლ ალკოჰოლ ელოჰიმ. ვიეთა კადოშ შოშო თეილოთ ისრაელ. ეს უკვე ფსალმუნებიდან არის მოყანილი ტექსტი, აღარ გავიმეორებ. 95 ფსალმუნია თუ არ ვცდები ებრაულში. ქართულში 94. წავიკითხოთ ტექსტი 17 თავი მათესახარების. მათესახარება იყო ებრაული დაწერილი, ორიგინალი დაკარგულია და მათე იყო მებაჟე. ანუ ვიღაცას რო პრეტენზია აქვს, რომ ლევანი ებრაულად რატო კითხულობს თქვა ფსალმუნებს, აგერ ჩვენ ებრაული ტექსტი გვაქვს მათესახარება და ვერავინ ვერ გააპროტესტებს ამას, რომ რატო არის მაგალითად მათე ებრაული. ძირითადად მე მათესახარებაზე მუშაობ. მარკოზიც საინტერესოა, მაგრამ მათესახარებაც ძალიან მნიშვნელოვანი არის. მოკლედ გავაგრძელოთ ჩვენი წასაკითხის თემა. და შემდგომად მეექვსისა დღისა წარიყვანა იესო პეტრე და იაკობ და იოანე ძმა იმისი და აღიყვანა იგინი მთასა მაღალსა მარტოდ. და იცვალა წინაშე მათსა და გაბწყინდა პირი მისი ვითარცა მზეი და სამოსელი მისი იქნა სპეტაკ ვითარცა ნათელი. და მუნქუეს ეჩვენეს მათ მოსე და ელია. და ეტყოდეს მას. ეხლა ვკითხულობთ მათესახარების მე-17 თავს. მიუგო პეტრე იესოს და რქვა. უფალო კეთილარს ჩვენ დაკაყოფაი და თუ გნებავს ქმნეთ აქა სამტალავარ. შენ და ერთი და მოსესა ერთი და ელიაისა ერთი. ეხლა აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი მუხლი. ჩვენ შევეხებით თეოფილაქტე ბულგარიელის განმარტებასაც, აი ეს იგნი რომ არის და მივყვეთ ნაწილობრივ ეს. მოკლედ თაბორის მთაზე ჩვენ ვიცით, რომ ფერისვალებას ამ მუხლიდან ხელმძღვანელობენ, ამ თავიდან, მათესახარებიდან. იესომ აიყვანა 3 მოწაფე, ეს არის პეტრე, იოანე და იაკობი. და მათ წინაშე ფერი იცვალა, მზესავით გაბწყინდა, მისი სამოსელი იქნა როგორც ნათელი. ის ზოგან წერია თოვლივით გასპეტაკდა. 6 დღის შემდეგ წაიყვანა. ეს არ ეწინააღმდეგება იმას, რასაც ლუკა ამბობს და შემდგომა სიტყვათა მათ ვითარ ვაოდენ დღე და სხვა, რადგან ლუკა პირველ დღესაც მიათვლის და ბოლოსაც, როცა ისინი მთაზე ავიდნენ. მათე კი მათ გამორიცხავს. პეტრე იმიტომ წაიყვანა, რომ ძლიერ უყვარდა უფალი, იოანე იმიტომ, რომ თვითონ მას უყვარდა იგი, ხოლო იაკობი ვითარცა მოშურნე, მისი ცხადია, რომ მოშურნეობდა, რის გამოც შეჰპირდა სასმელის შესმას და რის გამოც ჰეროდეს מחვილით მოიკლა იუდეველთა გულის მოსაგებად. ეს განმარტება აქვს ამას. თეოფილაქტე ბულგარიელის. ეხლა ნახე რა კითხვა ჩდება აქ. სული ხო უხილავი არის. სული არ შეიძლება ადამიანმა დაინახოს. ჩვენ ვიცით, რომ ელია ხორცელად აიტაცა უფალმა და ამის მომსწრე იყო ელისი. მაგრამ საქმე ეხება რას? კონკრეტულად მოსე როგორ დაინახეს ამ მოციქულებმა. თუ ის მოკვდა და მისი სული წავიდა ზეცაში, ხო? ზეცაში ვერ იქნებოდა ჯერ, იმიტომ რომ
იმ დროს იყო ყველანი მიდიოდნენ შეუში. ჯერ არ იყო ღია აზეცაში გზა. მაცხოვარმა გახსნა. შეიძლება ესეთი შეკითხვა რა. რომ როგორ დაინახა სული მოციქულებმა ხორციელი თვალით მოსე. გასაგები ელია ხორციელად არის და ენოქიც ხორციელად არის ასული ზეცაში, მაგრამ მოსეს სული როგორ დაინახა. უკვე ჩდება ეჭვი, რომ მოსეს სხეულისათვის თავარანგელოზი მიქაელი ედევებოდა დაცემულ სულს, ხო, დაცემულ ანგელოზს. იუდას ეპისტოლეში წერია, რომ ედავებოდა მოსეს სხეულისათვის თავარანგელოზი მიქაელი. ნახოთ, აი იუდას ეპისტოლე რას გვეუბნება ამის შესახებ, მოსეს სხეულის შესახებ. ეს არის ახლა ვეკითხვით, რომელი თავია, რომელი მუხლია. იუდას ეპისტოლე. მიქაელ მთავარანგელოზმა ეშმაკთან ბაექრობისას, როცა ედავებოდა მას მოსეს სხეულისათვის, ვერ გაბედა გმობის მჭაური წარმოეთქვა, არამედ თქვა შეგრისხოს უფალმა, ანუ მოსეს სხეულისათვის თავარანგელოზი მიქაელი ედავებოდა ეშმაკს. რომ ეშმაკს აქვს ძალაუფლება სხეულის განხრწნის. სიკვდილი მის ხელში არის. ზოგჯერ სიკვდილის ანგელოზადაც მოიაზრება ეშმაკი. ანუ ყველაფერი რაც იხწნება დედამიწაზე, ეს ყველაფერი არის ეშმაკის ხელში. და თავარანგელოზი მიქაელი ედავებოდა ეს ამ სწავლებას, ამ ინფორმაციას იუდა მოციქული საიდან ხელმძღვანელობს? ხო ჩდება კითხვა. თუნდაც ის, სადაც აი მე-14 მუხლში ენოქს ამბობს. ხანოხმაც წერია ესე, ადამის შემდეგ მეშვიდე, იწინასწარმეტყველა მათზე და თქვა, აჰა, მოდის უფალი თავის ათეულ ათასობით წინდასთან ერთად. ესეც ეს მუხლიც იუდას ეპისტოლეში, ხო კანონიკურია ეს იუდას ეპისტოლე. ეს მუხლიც ენოქის პირველი წიგნიდან არის, პირველივე თავიდან, ბოლო მუხლებიდან ამოღებული. ანუ აქედან ციტირებს. იუდას ეპისტოლე თავიდან ბოლომდე ამართლებს ისეთ წიგნებს, ბიბლიურ წიგნებს, რაც ჩვენამდე არ მოაღწია. აი ეს ორი და კიდე ეს ორი უკვე საკმარისი არის, ეს ორი ინფორმაცია, საიდანაც იუდა ციტირებს, რა თქმა უნდა, იმ დროს იყო ეს წიგნები არსებობდა. გავაგრძელოთ, ესე იგი, ჩვენ თქვით, რომ მოსეს სულს ვერ ნახავდნენ მოციქულები ხილული თვალით, როგორც ეს ელია დაინახეს. ასე რომ, თუ ტექსტი მათ ესახარება, მე ჩვენი თავი გვეუბნება, რომ მოციქულებმა, სამა მოციქულმა დაინახა მოსე და ელია სხეულით, ესე იგი, მოსეს სხეულზეც არის ეჭვი, რომ ის არ მომკვდარა, არამედ ხორციელად გადაინახა ღმერთმა, როგორც სხვა ბევრი წინასწარმეტყველი, მაგალითად მელქისედეკი, რომელიც თავარანგელოზმა მიქაელმა წაიყვანა დედამიწიდან წარღვნამდე და დასვა ედემის ბაღში. ეს ინფორმაცია არის ენოქის მეორე წიგნიდან, საიდანაც პავლე ხშირად ციტირებს ხოლმე. გავაგრძელოთ. და ვიდრე იგი ამას იტყოდა, აჰა, ღრუბელმა ნათლისამან დააგრილა მათ და მუნქო ესე ხმა იყო ღრუბლით გამოდა თქვა, ესე არის ძე ჩემი საყვარელი, რომელი მთნავს მე, მაგისი ისმინეთ მაგისი. და ვითარცა ესმა მოწაფეთა დავარდეს პირსაზე და მათსა და შეეშინა ფრიად. ეს პეტრე მოციქულიც ახსენებს ამ მომენტს, როდესაც თაბორის მთაზე მამის ხმა გაისმება და დაამოწმებს ზეზე, რომ ეს არის ძე ჩემი საყვარელი. ეხლა ვიგეტყვით პეტრე სადაც ციტირებს ამას. პირველი ეპისტოლეში ციტირებს. ხო არა მერია.
ვინაიდან მან მამა ღვთისაგან მიიღო პატივი და დიდება, როცა მისი დიდმშვენიერი დიდებიდან მასთან მიაღწია ასეთმა ხმამ. ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე. ეს ზეციდან წამოსული ხმა გავიგონეთ, როცა მასთან ერთად წმინდა მთაზე ვიყავით. მეორე პეტრეს წერილი პირველი თავის 18 მუხშიც პავლე ის პეტრი ადასტურებს, რომ თაბორის მთაზე ეს ხმა გაიგონეს მოწაფეებმა. ნახე, როგორ აღწერს პეტრე მოციქული, ეს ზეციდან წამოსული ხმაო. განა იესოდან გამოსული ხმაო რა. ზეციდან წამოსული ხმაო. გავიგონეთო. ვინაიდან მამა ღმერთმაო, მამა ღვთისაგან მიიღო პატივი და დიდება, როცა მისი დიდად მშვენიერი დიდებიდან მასთან მიაღწია ასეთმა ხმაო. დიდად მშვენიერი დიდებიდან მასთან მიაღწიაო. ხედავ აქ პირდაპირ გასაგებად ამბობს პეტრე მოციქული, რომ მიაღწია. მისაღწევადი რა სჭირდა ქრისტემდე ამ სიტყვას? ესე იგი მიაღწია ამის დიდებიდან ამ სიტყვა. მიაღწია ქრისტემდე, იესომდე. ასეთმა ხმამ, ეს არის ძე ჩემი საყვარი, რომელიც მე მოვიწონე. სათნო ვიყავ ძველ ქართულად. ანუ ეს რაც მე თავში წერია მათე სახარების პავლე მოციქული, პეტრე მოციქულიც ადასტურებს ამას. მე ხელ ნახოთ ჩვენ აქ რა არის წმინდა მამა რას ამბობს, რაზე საუბრობს. ისეთი დიდი არაფერი არ არის აქ განმარტება. ეს ამბობს, რომ აი სახე რო გაუბრწყინდაო, თითქოს ეგ არისო და ხო რა, ჭეშმარიტი ძეა მამისა და გამოუთქმელი გამწყნელებით იესოს სახის და მისი მეორედ მოსვლის დიდება გვაჩვენაო. რაზე საუბრობდნენ მოსე და ელიაო, იესოს რაზე საუბრებოდნენ, რომ მისი განსვლაზეო, გვეუბნება ლუკა, რომელიც მას იერუსალიმში ანუ ჯვარზე უნდა აღესრულებინათ. თითქოს მოსე და ელია იესოს ეუბნებოდნენ ჯვარცმის შესახებ. ეს ინტერპრეტაცია წმინდა მამის, თუმცა აქ არ არის ზუსტად საუბარი, რაზე საუბრობდნენ მოსე და ელია. ხო, აქ მნიშვნელოვანი ისეთი არაფერის არ ამბობს. შენ პეტრე ხელით ქნილ კარავთ და დადგმა გწას, მამამ კი ხელით უქნელი კარავით ღრუბლისა გარემო მიწოდა გიჩვენათ, რომ როგორც იცი ღმერთი ძველებს ღრუბლით აჩვენებოდა, ასევე ძეც მისი, ოღონდ აქ ღრუბელი ნათელია და არაბნელი, როგორც ეს ძველად იყო, რადგან ქრისტეს არა ჩვენი შეშინება, არამედ განსწავლონდა და ხმა ღრუბლიდან იმიტომ, რომ გვაჩვენოს, რომ იესოც ღმერთისაგან იყო. სიტყვები, რომელი მე სათნო ვიყავ, იგივეა, რომელშიც მე განვისვენებ და რომელიც მე მნებავს, ასწავლის, რომ მისი უნდა ისმინო და უკვე ჯვარზე გაკვრას ინებებს წინ არ უნდა აღუდგნენ. ეს თავინაბოლობდე დამახინჯებული ინტერპრეტაცია მეგობრებო, თეოფილაკტე ბულგარიის ძალიან ბევრი უხეში რაღაც შედარებები მოყავს. იესოს საერთოდ არ ამბობს ამას და არც ეს მუხლი არ ნიშნავს მაგას, რომ ხმა იმიტომ გაისმა, რომ თითქოს იესო ქრისტე იყო ეს ყველაფერი და მოციქულებს ანიშნა, რომ ხელი არ შემიშალოთ ჩემს ჯვარცმაში. თუ მოციქულებს პირდაპირ ეს ანიშნა, რომ ხელი არ უნდა შემიშალოთ ჯვარცმაში, პეტრე მოციქულმა რატო ჩაათანა მარკოზას ყური? აბსურდი რაღაცა არის. ანუ ეს განმარტება, ანუ რა არის, იცი? ადამიანი დაждდება რაღაცა, რაც თავში მოუვა. ხო, უნდა გადახედოს კონტექსტში მთლიანად. ტექსტი რას მოიცავს? ასე ადგები მიატყლიპო უცბად შენი აზრი და რაღაცა, ხო? არ არის ესე რა? იმიტომ რომ იმას ჭირდება განხილვა. ერთი კაცის მეშვეობით არ უნდა იყოს ესე დაждდეს ვიღაცა და დააბრეხოს და დაწეროს, ეს არის მართლმადიდებლური გადმოცემა. არ არის ეს მართლმადიდებლური სწავლება. არ არის. ყველა ვინც რას დაწეს, ყველაფერი მართლმადიდებლური კი არ არის. გავაგრძელოთ. და მოუხდა მათ იესო ხელი შეახო და რქვა აღდეგით ნუგეშინინ და ვით არ აღიხინეს თვალნი მათნი, არავინ იხილეს გარდა იესო ხოლო მარტოი. და ვით არ გარდა მოვიდოდეს იგინი მიერ მთით, ამცნო მათ იესო და რქვა, ნუ მისუთხრობთ ხილვასა მას, ვიდრე ძიკაცენ კვეთით აღდგეს. აქაც იგივე ვარიანტია, ნახე? ესე იგი მოწაფეებმა იცოდნენ, რომ იესო ქრისტეს სიკვდილი გარდაუვალი იყო. რადგან აქ ეუბნება, რომ არავის არ უთხრათ ეს რაც აქ მოხდაო, ეს ჩვენებაო. რადგან თუ ეტყოდნენ, გიჟად შერაცხავდნენ, ხო, ვინ დაუჯერებდა მაგას, რომ ვიღაცამ სამა მოწაფემ იესოს მოწაფემ მოსე და ელია ნახა. ხო, ეგრევე მიცუდებოდნენ, აბა სად ნახე გვაჩვენე ან რაღაცა, ხო? ამდენი ხანი ელიას ელოდნენ ებრაელები და დაწერილია, ხო, იესოც ამბობს, რომ ელია მოვაო, ყველა უკვე მოვიდა, ამას ჩვენ ახლა შევეხებით, ძალიან მნიშვნელოვანი თავია ეს ხოთაშორის. არავის არ მოუთხოთ ეს ამბავი, სანამ ძეკაცისავან თავის თავზე ამბობს, კვეთით არ აღდგებაო. მოციქულებმა იცოდნენ, რომ იესო უნდა მოკვდარიყო და მესამე დღეს ამოდგარიყო.
ალბათ ეს წმინდა მამაც მაგედან ციტირებს, უკვე სამომავლოდ წინ მიდის უფრო, მაგრამ ეს გამორიცხავს იმას, რომ პეტრეს საქციელს, პეტრემ რომ ალკოდას ყური ჩამოატარა. თუ იცოდა რომ ხელი არ უნდა შეეშალა ქრისტეს ჯვარცმაში, მაშინ ამ წმინდა მამის ინტერპრეტაცია ეწინააღმდეგება პეტრე მოციქულის საქციელს, იმიტომ რომ პეტრე მოციქულმა ყური ჩამოატარა, დაცვასა და იესო ქრისტეს. ანუ ხელი შეუშალა იესო ქრისტეს მისიას, ესე გამოდის ამ წმინდა მამის თქმით. აი გავიმეორებ რას ამბობს ეს თეოფილე ბულგარელი. სხვადასხვა არ არის ეს ძალიან არასრული განმარტებები აქვს ამ კაცს. და ეს თვითონ მართლმადიდებლებს აღიარეს. ანუ ხმა რომ გაისმავ რომელიმე სათ რომ ვიყავო, იგივეა რომელშიც მე განვისვენებო. ეს არის ტყუილი მეგობრებო. ხმა მიწვდაო, ხო გითხარით პავლე პეტრე მოციქულიოს წერს, ხო? ხმა მიწვდაო, ნახე, მისაწვდომი რა სჭირდა? აი როგორაც ეს პეტრე მოციქული, ნახეთ. ვინაიდან მან მამაღლთისაგან მიიღო პატივი, უყურე პატივი მიიღო, მისაღებელი რა სჭირდა? ეხა იტყვია როგორც ადამიანური ბუნებით, თუ არა ადამიანური ბუნება რა შუაში ის თავიდანვე კურთხეული იყო, თავიდანვე ცხებული იყო. თავიდანვე დაიბადა მესია ღმერთი, რა შუაშია პატივი მიიღო მამისაგან. მისაღები რა სჭირდა? და დიდებაც მიიღო. როცა მისი დიდმშვენიერი დიდებიდან მასთან მიაღწია ხმაო. მიაღწიაო, მისაღწევი რა სჭირდა? და ეს წინა მამა იცახის რომ რომელიც მე სათ რომ ვიყავო, ეს ნიშნავს იმას რომ რომელშიც მე განვისვენებო, ეს არის ტყუილი. აშკარად თვალებში ნაცრი შეღრა. ასე რომ მეგობრებო, ტყუილების მამა ჩვენ ვიცით ვინც არის. ხო ამიტომ უწოდებს იესო ქრისტე იმ დემთავრების ღმერთს, რომლებიც ვითომ ღმერთს ემსახურებოდნენ ეშმაკს. სინამდვილეში იესო ქრისტე მის კი არ უყო, თვითონ ებრაელი იყო და რანერად უარყოფდა იმ ღმერთს, ხო, რომელზეც აიგო იერუსალიმის ტაძარი. იერუსალიმის ტაძარს იძახის მამა ჩემი სახლია. აქ არის რაშია საქმე? იმ კონკრეტულ პიროვნებების მიმართ იძახის იესო, რომლებიც ანუ შეფარვით ვითომ იმ ღმერთს ემსახურებოდნენ, მაგრამ იმ ღმერთის ნებას არ ასრულებდნენ. არ იცნობდნენ იმ ღმერთს. ამიტომ მეუბნება თქვენი მამა არის ეშმაკი. იმიტომ რომ მამა თქვენი რომ მამა ჩემი იყოს, მამა ჩემი რომ მამა თქვენი იყოს, ჩემი თავი გეყვარებოდათ. კარგი, ახლა გავაგრძელოთ ჩვენ. იმიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეული მუხლის სიღრმისეულად გააზრებას რა. ესე ტყლიპო უცბად ადამიანს და სულ ესე არის და ეს უნდა მიიღო, ესე არ გამოდის რა. ესე არ მუშაობს ეს. ყველას აზრი უნდა აბსოლუტურად განიხილოს, თუნდაც საწინააღმდეგო, ყველა უნდა ჩამოყალიბდეს თავის აზრებში და მე უნდა გაირჩეს იქიდან რა არის საუკეთესო. იმიტომ რომ თვითონ ერთმანეთშიც არის გაურკვევლობები, ხო, ეხლა მაგალითად არის როგორც მე მითხრეს იუდაიზმის ესენიანელები იყო ესეთი სექტა, სხვა ფრთის წარმომადგენლებს სადუკევლებზე, მაგალითად ეშმაკის ბაალის და მოლოქის თაყვანისმცემლებს და მადიდებლებს უწოდებდნენ. თვითონ ღვთილები ერთმანეთში იყვნენ დაპირისპირებაში და ამიტომ ეს ჩვეულებრივი მოვლენა არის, თვითონ იმ იესოს დროსაც კი დაპირისპირებული მხარეები იყო, ვერ გაიგოთ. აი მაგალითად იესოს ჯვარცმა ძალიან ბევრს არ სურდა, ამის ნათელი მაგალითი არის ნიკოდემოსის სახარება. ჩანს იქ რომ ძალიან ბევრს არ სურდა ქრისტეს ჯვარცმა. კაი, მოკლედ გავაგზავნოთ ახლა ჩვენ სად ვიყავით გაჩერებული. მე-9 მუხლზე. ანუ ნურავის ნუ მოუთხრობთ ამ თაბორზე მოხდარ სასწაულს, რაც ნახეთ და სანამ კორექტით არ ავდგება. ანუ მოციქულები ამ დროს მოლოდინში იყვნენ რომ იესო ქრისტე უნდა ამდგარიყო მკვდრეთით. გავაგზავნოთ და კითხვით ეს მას მოწაფენი რაიმე უკვე მწიგნობართა თქვიან ვითარმედ ელიაღა პირველად მოსვლა დარს, ხოლო მან მიუგო ელია მოსვლა დარს და ადგილ აგოს ყოველი. ხოლო მე გეტყვი თქვენ რამე თუ ელია მოვიდა და არა იცნეს იგი, არამედ უყვეს მას რაოდენიცა უნდა. ეგრესაც ეკაცსაივ ნება დარს მათგან. მაშინ გულისმაყვეს მოწაფეთა რამე თუ იოანესთვის ნათლისმცემელისა რქვა მათ. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი მუხლია მეგობრებო. როგორ გავაკეთოთ, იცი? მათ ეს სახარება, აი ფურცელზე ამოვწეროთ რა. ფურცელზე ამოვწეროთ, ერთი წუთი. აი ესე ფურცელი ავიღოთ და ამაზე ამოვწეროთ ესეთი მუხლები, რასაც ახლა მე ჩავიწერთ, თქვენც ჩაიწერთ.
ერთი წამი აი ეს მათ ესახარება მე-17 თავის მე-10 და მე-13 მუხლების ჩათვლით. მე-17 თავის მე-10 მე-13 მუხლების ჩათვლით. წმინდა მამის განმარტებასაც წავიკითხავ. და დავიწყოთ ახლა ჩვენ. მივესალმები ბატონ ლევან პეტრიაშვილს ესეველებზე რა სიტყვი და მათ სახარებაზე. მელაფერს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ არ ვიცი. ესეველების დაწერილი არის იქუმრანის ტექსტები, რაც არის შემორჩენილი. ენოქის სიგნის მათ შორის. მეორე ენოქის სიგნის ფრაგმენტები არის იქ, რომელიც სლავურიდან უკვე აღადგინეს ებრაულ ენაზე არსებობს. ეხლა ჩვენ ძმალი გამოვცეთ. თუ სული უხილავია თაბორის მთაზე, როგორ ნახა მოწაფეებმა მოსე და საიდან იცოდნენ მოსე რომ იყო. ფოტოები გქონდათ? ხო, ამ საინტერესო საკითხი მე წინაზე რო დავიწყეს ლაივი უკვე ამას შევეხე. მაგრამ ეხლა უფრო მნიშვნელოვანი მისტიურ კუთხეში საკითხზე გადავდივართ. ეს არის მათ ესახარება მე-17 თავის მე-10 მე-13 მუხლები. ხო. ამ მუხლების თანახმად ანუ თავიდან მოწაფეები ეკითხებიან ასეთ რაღაცას. მოდი ეს განმარტებად წავიკითხოთ, ხო, წმინდა მამის. თეოფილაქტე ბულგარელი, ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელის განმარტება. როცა ამბობს რომ პირველად ელია უნდა მოვიდესო, აჩვენებს რომ ჯერ არ მოსულა და მოვა, ვითარცა წინამორბედი მეორედ მოსვლისა და ყველა ებრაელს, რომელიც მას მოусმენს, ქრისტეს სარწმუნოებაზე დაადგეს, ვითარცა მამისეულ მემკვიდრეობაში, რომელსაც ისინი დიდი ხანია მოაკლდნენ. აი ხედავ რა კარგი რაღაცას იძახის ესეც ნახე. ესე იგი მოდი ჩვენ თან ჩამოვწეროთ. ეს მამა რას გულისხმობს. ანუ ამ სიტყვების თანახმად, როდესაც მოწაფეები ეკითხებიან რატო ამბობენ წიგნობრებიო რომ ელია პირველად უნდა მოვიდესო. ხოლო მან მიუგო და უთხრა ელია მოსვლა და არს და ადგილ აგოს ყოველი. არ ვიცი ხა მოწაფეები ამას რატო ეკითხებიან. მაგრამ ფაქტის სახეზე არის რომ ქრისტე პასუხობს რომ ელია უნდა მოვიდეს და ყველაფერი აღადგინოს. ადგილ აგოს ყოველი, ანუ ყველაფერი თავის ადგილას დაალაგოსო. მოდი ახლა როგორ ჩავწეროთ, იცი ეს კითხვა? აქ იესო როგორც ეს წმინდა მამა ამბობს, აჩვენებს რომ ელია ჯერ არ მოსულა. აჩვენებს რომ ელია ჯერ არ მოსულა. ეს არის პირველი ვარიანტი, რომელიც ჩვენ ამ მუხლებიდან წავიკითხეთ. არის მეორე შეხედულება კიდე. ხოლო მე გეტყვი თქვენ, რამე თუ ელია მოვიდა და არა იცნეს იგი, არამედ უყვეს მას რაოდენიცა უნდა. ეგრეცაც კაცსა ნებასარს მათგან. ეხლა ნახეთ. მეორე ვარიანტი, ეს არის პირველი. ეს არის მეორე ვარიანტი. აი მოდი წავიკითხოთ რას ამბობს წმინდა მამა. ხოლო როცა ამბობს რომ ელია უკვე მოვიდა, იოანე წინამორბედზე მიანიშნებს. მათ იოანეს რაც სურდათ ის უყვეს და მოკლეს, რადგანაც ჰეროდეს მის მკვლელობაზე დაეთანხმნა და ამდენად მაშინ როცა ხელი შეშლა შეეძლო თვითონვე მოკლეს. მოწაფეები დაფიქრდნენ და მიხვდნენ რომ უფალმა ელია იოანეს უწოდა, რადგან როგორც იყო იგი წინამორბედი პირველად მოსვლისა, ასევე მეორედ მოსვლის წინამორბედი ელია იქნებოდა. ეს არის წმინდა მამის აზრი, მოდი ჩავიწეროთ მაინც ამის აზრი, ანუ მეორე ვარიანტი არის ის, რომ იესომ ამას ამბობს რომ ელია არის იოანე, უკვე მოსული იოანე, იმიტომ რომ თუ აჩვენებს იესო პირველ თავში რომ ელია უნდა მოვიდესო, მაშინ ვეღარ იტყოდა რომ ის უკვე მოკლეს, უნდაც რაიცა იგი უყვესო, ხო? უყვეს, არამედ უყვეს მას რაოდენიცა უნდაო. და როდესაც ამას ამბობს, უყვეს რაოდენიცა რაი უნდა. უყვეს რაოდენიცა რაი უნდა. ეს მაცხოვრის სიტყვები, ეს სიტყვები ვერ იქნებოდა ელიაზე, როგორც უკვე მოსულზე, ოდესღაც მოსულზე.
ანუ აქ ხო ამბობს რომ პირველად რომ წმინდა მამა რომ ელია უნდა მოვიდეს, აჩვენებს რომ ჯერ არ მოსულა და მოვა იესო ქრისტე, ანუ ელია უნდა მოვიდეს. მაგრამ მე-12 მუხლის თანახმად პირდაპირ აშკარად ამბობს იესო ქრისტე რომ ელია უკვე მოვიდა და ეს არის იოანე ნათლისმცემელი. და ყველამ გულისმაყო მოწაფეებმა რომ იოანე ნათლისმცემელზე თქვა, რადგანაც იოანეს ამ დროს უკვე თავი მოკვეთილი ჰქონდა და იესო ქრისტე გამოჩნდა ასპარეზზე. სამოღვაწეო ასპარეზზე. როდესაც გაიგო ნათლისმცემელზე თავი მოკვეთა, მერე ჩანს უკვე იესოს სასწაულები და მერე გამოდის სააშკარაოზე. იქამდე ეს ნათლად არ ჩანს. და ისიც არ ჩანს საერთოდ სახარებიდან 30 წელი იესო ქრისტე რას აკეთებდა. თქვენი ღმერთი მესია რომ დაიბადოს 30 წლამდე არაფერი გეწოდინებათ მისი საქმიანობის შესახებ? ანუ იოანე ნათლისმცემელი იყო ელია, რეინკარნაცია განიცადა ძალიან ჩახლართული მუხლია. ეს მაგალი ძალიან საინტერესო რაღაცა ხა წმინდა მამა ძალიან მოკლედ საუბრობს ამ თემასთან დაკავშირებით. მაგრამ მე უფრო სიღრმეში ჩავალ და მოვუყვან ძალიან ბევრ მუხლებს ამ თემასთან დაკავშირებით. ნუ მოკლედ ეს წმინდა მამა ამბობს რომ ჯერ იესო არ საუბრობს რომ ელია უკვე მოვიდა, მაგრამ თუ მოვა ელია, მას მოკლავენ. მაგრამ ჩვენ ვიცით რომ თუ ელია ჯერ არ მოსულა და არის წარსულზე საუბარი, ეს ვერ იქნებოდა უკვე მოსული იოანე ნათლისმცემელი, რომელიც უკვე მოკლეს. ნახე ისი თქმა მინდა, თუ ეს იესო საუბრობს უკვე მომხდარ ფაქტზე რომ ელია რომ მოვიდა უკვე მოკლეს, ეს ვერ იქნებოდა რომ ელია ჯერ არ მოსულა. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით წარსულში რაც იყო, ისინი ის ვერ იქნებოდა ელია წინა სამეტყველი. იოანე იყო ელიას ავატარი და არა პირდაპირ ინკარნაცია. იოანეზე იყო მხოლოდ ელიას სულის ნაპერწკალი და არა თავად ელიას სული. ეს არის მიაწერეთ განმარტება, საიდან არის მოყვანილი ეს განმარტება. რითი ხელმძღვანელობენ ანუ ხო, აუცილებლად უნდა მივაწეროთ წყარო რა არის ამ განმარტების და შემდგომ ერთი კომენტარია. ბატონო ლევან მაგაზე პასუხს ძემს ლუკას ახარება. და ივლის მის წინაშე ელიას სულით და ძალით, რათა მოაქციოს მამათა გული შვილების მიმართ, ხოლო ურჩნი მართათა გზაზე და წარუდგინოს უფალს მომზადებული ხალხი. ეს არის კონკრეტულად ზაქარიას სიტყვები, რომელიც ამბობს, რომ შენ ყრმაო წინასამეტყველი მაგნის იწოდო, მაგრამ როდესაც თვითონ იოანეს ეკითხებიან, შენ წინასამეტყველი ხარ? ის ამბობს, რომ არა. შენ ელია ხარ? ის ამბობს, რომ არა. ასე რომ ის ინტერპრეტაცია ლუკას ახარებიდან არის მოყვანილი ზუსტად ის, რაც ჩვენ ახლა ჩვენმა მეგობარმა მოგწერა აქ, რომ იოანე იყო ელიას ავატარი. აქედან სარგებლობს ლუკა მახარებელი. ძალიან საინტერესო შეკითხვა არის და ძალიან საინტერესო პარალელი არის, სხვათა შორის ხშირად ავლებენ ხოლმე, რომ თითქოს წინასამეტყველის სული მოდის კონკრეტულ ადამიანში და სახდება და მასში ბინადრობს. ესეთი გაგებაც არის, რომ თითქოს ეხა მე რო ლაპარაკობ, თითქოს ჩემში ენოქის სული ლაპარაკობს, რაღაც ესეთი გაგებაც არის. მაგრამ მე მაგაზე არ მაქვს საუბარი, სანამ მაგამდე მივალთ, მე მინდა კონკრეტულად საკითხი დავსვა რაზე ნახეთ. ანუ თუ იესო იძახის, როგორც ეს წმინდა მამა ამბობს, რომ ელია ჯერ არ მოსულა და უნდა მოვიდეს მომავალში, მაშინ ეს ვერ იქნებოდა წარსულში მყოფი ელიაზე ნათქვამი, რომ რაიცა უნდეს უყვეს რაოდენიცა რაი უნდა. ელიას ვერაფერი ვერ უყვეს, იმიტომ რომ ელია ღმერთმა ზეცაში წაიყვანა. და თუ ის ჯერ არ მოხდარ ფაქტზე საუბრობს იესო, რომელიც მომავალში უნდა მოხდეს, მაშინ ვერ იტყოდა რომ უყვეს რაოდენიცა რაი უნდა. და ამის შემდეგ მიხვდნენ მოწაფეები, რომ ეს ვერ იქნებოდა ელიაზე, არამედ ეს გულისხმობს იოანე ნათლისმცემელსო. აქედან და გულისმაყვის მოწაფეთა რამე თუ იოანესთვის ნათლისმცემელისა თქვა მათ. ანუ იესომ აშკარად თუ ცალსახად მოწაფეების აზრით მიუთითა იოანე ნათლისმცემელზე, რომ ეს იყო ელია, მოსული ელია. ნახე, განა ის რომ სული იყო ჩასული და სული ცოცხლობდა და სულით მოქმედებდა და რაღაცა, ხო? არა. აქ ამბობს რომ რაიცა უყვეს რაოდენიცა რაი უნდა. ელიასო, რომელიც მოვიდა უკვე აგერო, უყვეს რაიცა უნდაო და არა მომავალში უნდა უყოლო. ეს მინდოდა თქვენთვის რომ მიხვდარიყავთ. ეხლა ნუ მოკლედ ხო, ეხლა გწერს ამ გამარტების წყარო არის რაბი არიელ ქოენ ალორო, რომელიც იოანეს ნათლისმცემლის პიროვნებას განიხილავს წმინდა ჰარის, რაბი შლომო ლურია აშქენაზის სწავლების
გილგული ნეშამოთ სულთა წრებრუნვის მიხედვით. მადლობა, ძალიან საინტერესო არის. ეხლა მინდა მე შევეხო ერთ საკითხს. კრიტიკული საკითხია სხვადასხვა და კარგი ეს კომენტარებიც, როდესაც წამოვა, იმიტომ რომ ჩვენ ფაქტიურად სიბნელეში ვართ, არაფერი არ ვიცით საერთოდ. მაგრამ ეს სახარებები არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც აი ესეთ ბუნდოვან საკითხებს გვიხსნის, ხო? ანუ მივყავართ იქითკენ, რომ ჩვენ გავიგოთ სხვადასხვა კომენტატორებისგან, თუ რასთან ამბობ ჩვენ საქმე, იმიტომ რომ მეც ძალიან მაინტერესებს. ესეთი კითხვა დაისვა, ანუ მათე სახარების მე-17 თავის მე-13 მუხლების მიხედვით იოანე ნათლისმცემელი არის ელია, უკვე მოსული ელია და ამას ამყარებს ის ეჭვი, რაზეც ახლა მე ვამბობ, რომ უყვეს რაოდენიცა რა უნდა, ანუ უკვე მოსულ ელიას, რომელზეც იესო რა თქმა უნდა ნათლისმცემელზე საუბრობს, იმიტომ რომ ნათლისმცემელს ამ დროს უკვე თავი მოკვეთეს, ამბობს რომ უყვეს რაოდენიცა რა უნდა, ანუ ელია უკვე მოვიდა, კი არ მოვა მეორე სადღაც, არამედ უკვე მოვიდა, რომელსაც ახლა თქვენ წიგნობრები ელოდებიანო და უყვეს რაოდენიცა რა უნდა, ანუ ეს უკვე იოანე ნათლისმცემელზეა საუბარი. ასე რომ ელიას მეორედ მოსულს, როგორც ეს წმინდა მამა ამბობს, რომ წინამორბედი იქნება მეორედ მოსulis, ჩვენ არ უნდა ველოდეთ. ამ კუთხით იესოს სიტყვებიდან ვიძახ, იმიტომ რომ კი არ უნდა ველოდეთ მეორედ მოსulis დროს მოსულ ელიას, არამედ უკვე მოვიდა და უყვეს რაოდენიცა რა უნდა, უკვე რამდენჯერ გავამეორე ეს ფრაზა. ანუ იოანე ნათლისმცემელი უკვე ელია იყო მოსული, რომელსაც თავი მოკვეთეს, ანუ უყვეს და ასე იქნება ძეკაცისაცო. ნახე რა სამოს უყურე ეგრეცა ძეკაცისაივ ნებადარს მათგან. აქ არ ამბობს, რომ სუსტად იგივენაერად მოხდება კაცის ძის სიკვდილი, ანუ თავის მოკვეთით. თუმცა არა გამორიცხული თავი მოეკვეთათ ქრისტესთვის, მაგრამ საინტერესო ის არის, იოანე ნათლისმცემელს თავი რატომ მოკვეთეს. იმიტომ რომ ჯვარცმა იყო შეურაცხმყოფელი ებრაელისათვის. ჯვარზე ვერ გააკრავდნენ, მაგრამ იესო რატო გააკრეს ჯვარზე, რატო დაუშვეს მისი ჯვარცმა, როდესაც ჯვარცმა ებრაელისათვის არის სამარცხვინო სიკვდილი, მაგას ისე ჯობია რომ თავი მოკვეთო, მაგალითად ეხა აი რომაელებში პავლე მოციქულს თავი მოკვეთეს, იმიტომ რომ რომის მოქალაქე იყო და ჯვარზე რო გაიკრათ, ეს რომის სირცხვილიც იყო. ამ კუთხით იოანე ნათლისმცემელსაც თავი მოკვეთეს. პატივისცემის ნიშნად, რომ ის ჯვარზე არ მიამსჭვალეს სამარცხვინო სიკვდილით. მაგრამ იესო ქრისტე ყველაზე სამარცხვინო სიკვდილით მოკვდა. და როგორ ამბობს აქ, რომ ძეკაცისაი ეგრეცა ნებადარს მათგან, როგორც იოანე მოკლეს. რა თქმა უნდა, აქ ისე არ გულისხმობთ, თქოს იესო ქრისტესაც თავი მოაჭრეს. არა. აქ ამბობს, რომ მათგან ამგვარად ივნებაო, ანუ ისევე როგორც იოანე ნათლისმცემელს ეწინააღმდეგებოდნენ, იმიტომ რომ იოანე იყო მკაცრი ჯურის მიმდევარი და მამამისი იყო ზაქარია მღვდელმთავარი, ის ამხედა, ხო, ძმის ცოლი არ უნდა ყავდესო ჰეროდეს. და ამის გულიზე თავი მოკვეთა ჰეროდემის. აღწერილია ეს ამბავი ნათლისმცემლის თავის კვეთა. მაგრამ აქ საქმე რაში არის, ნახეთ, ასევე ელისო ვნებაო ძეკაცისასო, ანუ ძეკაცისის ნება ჯერ არ შემდგა, არ მოხდარა. ანუ მოციქულებმა, ვინც ახლა ამას ისმენდა, იმ სამმა მოწაფემ, პეტრე, იოანე და იაკობმა, ძალიან კარგად იცოდნენ, რომ იესო ქრისტე უნდა ამგვარი წესით, როგორც იოანე ნათლისმცემელი მოკლეს, ამგვარი წესით უნდა მოეკლათ იესო ქრისტეც და უნდა აუდგარიყო მკვდრეთით. ასე რომ ეს ამბავი, რაც თაბორის თავზე მოხდა, იესო აფრთხილებს, რომ არავის არ უთხრათ, სანამ ძეკაცისაი მკვდრეთით არ აღდგება. ანუ ეს ამბავი, რაც იაკობმა, პეტრემ და იოანემ გაიგო, მხოლოდ და მხოლოდ ჰქონდათ საიდუმლოდ ამ სამ მოწაფეს, სხვას არავის. ქრისტეს აღდგომისა და ჯვარცმის შესახებ. ელიაზე შურისძიებაც იყო იოანეს თავის მოკვეთა, რადგან ელიამაც ბაალის თაყვანისმცემლებს თავი დააჭრა. ხო, ეს კაი ინტერპრეტაცია არის. თუ ელიაზე არის საუბარი, მაშინ ელიას შურისძიებაც იყო და ამ კუთხით იესო ნათლისმცემლის სიკვდილში ელიას შურისძიებაც იგულისხმა. გავაგრძელოთ, ხო? ეხლა ნახე რა ხდება. ყველაზე უცნაური ისაა, თუ რატო ეგონათ იესო იოანე ნათლისმცემელი, თუ კი ის ელია იყო და არა იესო. იოანე ნათლისმცემელი ელიას როლში კი არ მოვიდა, არამედ ელია იყო წერია და საერთოდ რატო ეგონათ იუდეველებს და მათ შორის ჰეროდე მეფესაც, რომ იოანე ნათლისმცემელი იყო იესო. მათე სახარების მე-16 თავის მე-14 მუხლის მიხედვით იესო ეკითხება
მოწაფეებს კაცისზე ვინგონიათო კაცისზე ვინგონი მაგალითად მაინტერესებს ბატონო ლევონ პეტრე რატომ გააკრეს ჯვარს და რატო არ მოკვეთეს თავი პავლესავით პეტრე მოციქული არ იყო რომის მოქალაქე და მაგიტომ პეტრე მოციქული თვითონ წავიდა ამ ჯვარცმაზე როდესაც შევიდა რომში მას გამოეცხადა ქრისტე და უთხრა რომ შენც იგივე ნებით გელისო რა ანუ დაიძაბა სიტუაცია და პეტრე მოციქულმა სცადა მე გაქცევა რომიდან კარებთან დაინახა მე იესო ქრისტე რომში მიმავალი და შეეკითხა სად მიდიხარ უფალო ვიდრე ხვალ უფალო და იესო ეტყვის რომ რომში მიდივარ ხელახლა უნდა ვიცო ჯვარსო მე დაბრუნდება პეტრე ისევ რომში და მოითხოვს ამოტრიალებულ ჯვარზე ჯვარცმას როგორც ქრისტეს სიმბოლო მე არა ვარ ღირსი რომ ქრისტეს მსგავსად ვეცვა ჯვარსო და ამიტომ ესე გადაწყვიტა რომ თვითონ გაკრულიყო ქრისტესავით ჯვარზე მარტო მან გადაწყვიტა მასე სხვა მოციქულები მისნაირად როგორც ვიცი არ მოუკლავთ ესეც რა თქმა უნდა გადმოცემით ვიცით ხო ეს პეტრეს საქმეებში წერია პეტრეს წამებაში აღწერილი ხო ნახეთ მათეს ახარების მე-16 მე-14 მუხლში პირდაპირ ამბობს რომ გამარჯობა არ ემხრობი იმაზრს რომ ბიბლია გადაკეთებულია და თუ გადაკეთებული რატომ ეძებთ მასში ღმერთს ჩვენ განვიხილავთ სახარებას ჩვენ მე არ მაინტერესებს ბიბლია თუ გადაკეთებულია ის გადაუკეთებელი სად არის მაშინ მანახე ნუ ასე ზედაპირულად ვერ ვიტყვით ამას გადაკეთებული არის კი აი იაღოველების და სხვა ნათარგმნი ქართული ბიბლია რაც არის გადაკეთებულია აბა რა არის იმიტომ რომ სრული სიზუსტით არ არის თარგმნილი ბევრი რაღაცები აკლია მაგრამ მე იმას არ ნიშნავს რომ შინაარსი არ არის იგივე ეხლა მე რა ტექსტების ნახე რასაც ვკითხულობ ამ ტექსტს ეს არის ყველაზე ძველი თარგმანი ადეშის 4 თავი არის 897 წლით თარიღდება და ამის შემდეგ უკვე რა თქმა უნდა იქნება გადაკეთებული მოხლები და ის გადაუკეთებელი რაც არის იქიდან რაც ამაქვს იქიდან ვკითხულობ ხო მოკლედ თემას არ მიდავსდე ნიშნულოვან საკითხს მინდა შევეხო იოანე ნათლისმცემელი რომელიც რომელთამე ელია და რომელთამე იერემია ესე იგი აქ ნახე რა ჩდება კითხვა რატო ეგონათ ეს კაცისზე როდესაც იესოს ვინ არის ვინ გონია თქვენ კაცისზე მოწაფეებს რატო ეგონათ იოანე ნათლისმცემელი ეს კაცისზე რომელსაც იესოს კაცისზე უნდა მოკვდეს და მესამე დღეს აღდგესო ხო საინტერესო კითხვა კაცისზე რატო ეგონათ იოანე ნათლისმცემელი როდესაც თვითონ იოანე ნათლისმცემელმა თქვა რომ არც წინასწარმეტყველი ვარ არც იერემია ვარ არც კაცისზე არა ვარ რა არამედ მე ვარ ხმა ღაღადებლისა უდაბნოში მომზადეთ ადონაის გზა ესე იგი ნახე ელიაზე ამბობს იესო ქრისტე რომ ეს არის მოსული იოანე ნათლისმცემელი ეს თქვით უკვე და არამედ ელია იყო წერია ან საერთოდ რატო ეგონათ იუდეველებს მათ შორის ჰეროდე მეფესაც რომ იოანე ნათლისმცემელი იყო ეს იესო ან კვეთამდგარი იესო მარკოს სახარების მიხედვით ქრისტემ იოანე ნათლისმცემელზე თქვა რომ ელია უკვე მოვიდა და უყვეს რაიცა ნებავთო მარკოს სახარების 9:13-ში იგივე პარალელია რაც ახლა ჩვენ წავიკითხეთ მარკოზის 9:13 აი ნახე არამედ გეტყვით თქვენ რამე თუ ელია მოვიდა და უყვეს მას რაოდენი უნდა ვითარცა წერილ არს მისთვის ვითარცა წერილ არს მისთვის ეს საინტერესოა რაც მათეს სახარებას ჩვენ არ ხვდება აი იმიტომ არის ერთობლივად ამ თემების გაშლა რომ სადღაც კიდე ეწერა რომ ელია რომ მოვა აი ესე უნდა მოკლან თავის კვეთით ვითარცა წერილ არსო მარკოს სახარება გავამეორებ მე-9 თავის მე-13 მოხელი რაოდენი უნდა ვითარცა წერილ არს ესე იგი თუ მოწაფემა ეს იგულისხმეს იოანე ნათლისმცემელზე რომ თავის მოკვეთეს და ამაში იგულისხმანათ მაცხოვარმა იოანე ნათლისმცემელი ელია მაშინ უკვე მოხდა ეს ფაქტი და აღარ ვნავროდოთ მე მეორედ მოსულ ელიას მეორე მოსვლის წინ როგორც ეს წმინდა მამა ამბობს რომ წინამორბედი პირველად მოსვლისა იყო ქრისტესიო ხოლო ელია იქნებაო წინამორბედიო იესო ქრისტეს მეორე დაბრუნების დედამიწაზე ეს აშკარად აცდენა არის ტექსტის სხვა რაღაცას გვეუბნება მივხვდი უკვე რატომაც ელია ხო ზეცაში ავიდა და იესომაც რომ თქვა აღუდგებიო ამიტომაც ეგონათ იესო იოანე მივხვდი უკვე რატომაც ელია ხო ზეცაში ავიდა და იესომაც ხომ თქვა აღუდგებიო ამიტომაც ეგონათ იესო იოანე ანუ იოანეც ელია იყო ასე გამოდის იოანეც ელია იყო თუ იოანე ელია იყო მაშინ რატო ეგონათ ქრისტე იოანე ნათლისმცემელი ვერანაირად ვერ იქნებოდა ის იმიტომ რომ თვითონ ნათლისმცემელი ამბობდა მე არა ვარ ქრისტე რომ ეკითხებიან ლევიტელები ჰეროდემ რომ მიუგზავნა შენ ახარ ქრისტეო არა ვარო ქრისტეო არცო ნათლისმცემელი ვარო არც წინასწარმეტყველი არა ვარო არცო მესია ვარო
არც იერემი, არც ერთი წინასწარმეტყველთაგანი არა ვარო. არც ელია არა ვარო. ნახეთ? აქ იესო იოანეს მეორედ მოსულ ელიასთან აიგივებს მარკოვის სახარებაში. მეორედ მოსულ იოანესთან ელიასთან აიგივებს იოანე ღვთისმსახურებას, რომელიც წერილის თანახმად უკვე უყვეს რაოდენიცა რა იგივე უყვეს. ნახეთ? რაოდენი და უყვეს მას რაოდენი უნდა. როგორც მათეს სახარებაში წერია. უყვეს რაოდენიცა რაი უნდა. უკვე უყვეს ელიას, მოვიდა და უკვე უყვეს ნათლისმცემლის სახით. შურისძიება მოხდა უკვე. მაგიტომ ეგონათ იოანეთისმცემელი, მაგიტომ დაუსვეს ეს შეკითხვა, ელია იყო იოანეში. კაი, მოდი ახლა გავაგრძელოთ შეკითხვა. მათესთან კი პირდაპირ წერია, რომ იოანე მოსული ელია არის. ანუ მარკოზის 9:13-ში წერია, რომ ეს უკვე მოსული ელია, მეორედ მოსული ელია, მათეს სახარების 17:13-ში წერია, რომ ეს ზუსტად ის ელია არის. იოანეთისმცემელი უკვე მოსული ელია, რომელიც მოკლეს. იოანეს სახარებაში კი როცა ლევიტელები იოანეს ეკითხებიან, ელია ხარ? იოანე პასუხობს, არა ვარ. რა დაეთანხმება იოანე იესოს და იესო იოანეს. ანუ იოანეს თანახმად, ის მარკოზის თანახმად, ხო? იესო ამბობს იოანეთისმცემელზე, რომ ელია მოვიდეს და კვალა დაგოწყობელი ვით არცა წერილი არის. ძისა კაცისათვის რაითა ფრიად ევნოს და შეურაც იქმნეს, არამედ გეტყვით თქვენ, რამე თუ ელია მოვიდა და უყვეს რაოდენი უნდა, ვითაც წერილას და მოწაფეთა მისთათან აიხილა რიგი, ხო ეს უკვე მე გზდება. ანუ მოწაფეებმა ეს იესოს აზრი კი არ არის, რომ იოანეთისმცემელი მოსული ელია არის. ეს მოწაფეებმა იგულისხმეს, იესოს არ უთქვია, რომ გინდა თუ არა იოანეთისმცემელი ელია არის. თავისი პირიდან ეს არ უთქვია. უბრალოდ მოციქულებმა იგულისხმეს, რომ რახან წინასწარმეტყველი იოანე ნათლისმცემელი მოკლეს, ალბათ იესო ქრისტე მოსულ ელიაში, რომელიც რაოდენიც რაიცი უნდა უყვეს, გულისხმობდა იოანე ნათლისმცემელს. ეს არის უბრალოდ ინტერპრეტაცია, მოციქულებს ეგონათ, რომ იოანე ნათლისმცემელზე თქვა, მაგრამ თვითონ იესოს არ დაუკონკრეტებია, რომ გინდა თუ არა იოანე ნათლისმცემელი იყო ელია. ასე რომ იმის თქმა ესე გადაჭრით, რომ რატო ეწინააღმდეგება იოანე იესოს და იესო იოანეს, ვერ ვიტყვით. იმიტომ რომ თვითონ იესოს ნათქვამი არ არის, რომ გინდა თუ არა ეს უკვე არის იოანე ნათლისმცემელი. არამედ თქვა, რომ ელია უკვე მოვიდა და უყვეს რაოდენიცა რაი უნდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ მომავალში კი არ მოვა და მერე კი არ მოკლავენ და მერე კი არ იქნება შურისძიება, როგორც ჩვენმა მეგობარმა დაგვიწერა კომენტარში. არამედ ეს შურისძიება უკვე მოხდა. იესოს ცხოვრების ფაქტზე. არ ვიცი ხა, შეიძლება საერთოდ არც გულისხმობდა ნათლისმცემელს იესო ქრისტე ამ ნათქვამში, მაგრამ რას გულისხმობდა, ჩვენ მოწაფეებიდან ვიცით, მოწაფეების აზრით, რომ მის ნათლისმცემელზე იგულისხმა ეს. პირველ საუკუნეში მოიცა წავიკითხო კომენტარი. პირველ საუკუნეში იუდეასა და გალილეაში მოხეტიალე მოძღვრები, რაბინები და პასტორალური კადაგებლები ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ის რომ იესო მუდმივად მოგზაურობდა ქალაქიდან ქალაქში, სოფლებიდან სოფელში და ზეპირსიტყვიერად კადაგებდა, რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტს განაპირობებს. იესო და იოანე ნათლისმცემელის პარალელები. იმ პერიოდში იყვნენ სხვა ცნობილი მოძღვრებიც, ყველაზე გამორჩეული იოანე ნათლისმცემელი იყო. საინტერესოა, რომ თვით სახარებებშიც კი ჩანს, როგორ ერიათ ხალხში ეს პიროვნებები. მაგალითად, ჰეროდი ანტიპას ეგონდა, რომ იესო მკვეთი თავმდგარი იოანე ნათლისმცემელი იყო. ასევე იესო ეკითხება მოწაფეებს, ვის მიწოდებს მე ხალხი და ისინი პასუხობენ, ზოგი იოანე ნათლისმცემელს, ზოგი ელიას, ზოგიც იერემიას, ერთ-ერთ წინასწარმეტყველს. ხო, ნუ ეს ჩანს აშკარად ტექსტი, ხო, რომ რატო უნდა გონებოდათ იესო ქრისტე, ანუ ეს კაცისზე იოანე ნათლისმცემელი, როდესაც იოანეს ეკითხებიან, კაცო ქრისტე ხარ? არა ვარ ქრისტე. ელია ხარ? არა ვარ ელია. ხო, შეიძლება იმიტომ ეგონათ, რომ ორივე სასწაულებს ახდენ და სულიერებაში ამტკიცებდა. ნუ ეხლა ჩვენ ამას კომენტარებს კიდე წავიკითხო მე. და მაგაზე პასუხს გავცემთ რა პასუხებიც მომწერეს კომენტარებში. ხო, ეხლა რა ჩვენ შევეხეთ, მოდი ჯერ ისე დავალაგოთ თემა, რომ იესო რომ ჰეროდეს მკვეთი თავმდგარი იოანე ნათლისმცემელი ეგონა, ჯერ ამას არ შევეხები. ჯერ შევეხები კონკრეტულად ელია ვინ იყო, ელიას პიროვნება და იოანე ნათლისმცემლის პიროვნება შევეხები. ნახეთ, ასეთ გადახდა. კომენტარებში მე მომწერეს ესეთი მნიშვნელოვანი საკითხი და ეს აუცილებლად უნდა გავაჟღერო. ერთი წუთი. კომენტარების ნახვა. ხო, აი ესეთი ინტერპრეტაცია არის. იოანე და ელია. იოანეს სხეულით არ იყო ელია,
რის გამოც თქვა არ ვარო. მაგრამ იყო ელიას სულიერი ენერგიის, მისიის და სულის გილგულის მატარებელი. იესო ამბობდა მეტაფიზიკურ სიმართლეს, იოანე ფიზიკურს. ჰეროდე და ხალხი, ესე იგი, არავის აბნევია იესო ივანეთის ცემელშიო, არამედ იესოს და ივანეს სხეულები არავის არ არევიაო. იუდაურ აზროვნებაში დიდი წინასამეტყველის სულის ახალ სხეულში გამოვლენა ჩვეულებრივი კონცეფცია იყო. ჰეროდეს კი საკუთარმა ცოდვამ და შიშის პანიკამ აფიქრებინა, რომ იოანეს სულმა იესოს სხეულში იპოვა თავშესაფარი. ნახე, როგორი ინტერპრეტაცია აქვს ახლა ამ მოხდთან დაკავშირებით, რომ იესო ქრისტე ივანეთის მცემელი ეგონა? მაგრამ აქ არის მნიშვნელოვანი რამე. რადგან სახარების ტექსტი არ საუბრობს არც მიდრაშზე, არც მისტიკაზე და არც ჰეროდეს შიშსა და პანიკაზე და მის გამოთაყვანებაზე, ვითომ ეს იყო გამომწვევი, მისი პანიკა იყო გამომწვევი საბაბი, რომ იოანე შეარეოდა იესო ქრისტე, ანუ იესო ქრისტე ეგონა მკვეთრთაღმდგარი ივანეთის მცემელი. აქ არის რაზე ფაქტიურე, იოანე ნათლისმცემელი მკვეთრთაღმდგარი იესო როგორ უნდა გონებოდა, დაუშვათ და მართლა მოხდარიყო ეგეთი რაღაცა, ხო, შიშის საფუძველზე. როცა ყველამ ძალიან კარგად იცოდა, ვინ იყო იესო ქრისტე. თან უყურე რა ხდება, სულზე არ არის აქ როგორც ეს კომენტატორი გვიწერს აქ, რომ ეს არისო წინასამეტყველის სულის ახალ სხეულში გამოვლენაო. არამედ აქ არის მკვეთრით აღდგომის ფაქტზე, რომ ეს კაცი იოანე, აი ეს იესო პირადად, მე მეგონოს მკვეთრით აღდგარი იესო ქრისტე. ნუ ლოგიკურად რომ იმჯეროთ, ეს არის ჩვეულებრივი ფალასი, მაგრამ თუ ამ კომენტარის მიხედვით ვიმსჯელებთ, არანაირი სულის გამოვლენა იესო ქრისტეში ვერ მოხდებოდა იოანე ნათლისმცემლის, იმიტომ რომ ეს იქნებოდა ქრისტიანობის შეურაცხყოფა. მაგას ვიძახი მე. როგორ ახლა ჩვენ ვიცით იესო ქრისტე არის წმინდა სული, მამის სიტყვა და ძალა. და უცბად იოანე ნათლისმცემლის სული გამოვლინდა იესო ქრისტეში და ეს ტრადიცია ქონდა და ჰეროდეს ეგონა მკვეთრთაღმდგარი იოანე ნათლისმცემელი იესო. ეს ხო აბსურდი კი არა, შეურაცხყოფაა ქრისტიანობის. ესეთი ინტერპრეტაცია. ნუ ეხლა ეს არაადეკვატური შეხედულება არის, ხო? ტექსტი ჩანს, რომ ძალიან კარგად იცოდა ყველაფერი ვის მოჰკვეთა თავი ჰეროდემ და ვინ აღადგა მკვდრეთით. ჯერ ერთი ჰეროდეს არ წამდა მკვდრეთით აღდგომის. რადგან ის არ იყო ებრაელი, არამედ ედომელი. და ასეთ რამე რომც ეთქვა იესოზე, მის ავტორიტეტს მიაყენებდა შეურაცხყოფას. ნუ მოკლედ მე ხა ვერ ვიტყვი კონკრეტულად ჰეროდე მეფე იყო თუ არა მორწმუნე, სამ თუ არა მკვეთრით აღდგომის, მაგრამ როგორც ვიცი მე საერთოდ იმ დროს ედომელები და ესეთი ინტერპრეტაცია რო იყო მკვეთრით აღდგომის წმენა სხვადასხვა სარწმუნოებაში. სწამდათ რომ მკვეთრით აღდგომა არსებობს, მაგალითად ეგვიპტეში არსებობდა ეს მკვეთრით აღდგომის წმენა. ნუ ეხლა იგი ჩემი ვარიანტი არის, ერთ-ერთი ვარიანტი, ვარაუდობ რომ ჰეროდეს როგორც ედომელს საერთოდ არ აინტერესებდა ვინმე მკვეთრით აღდგა თუ არ აღდგა. ან არსებობს თუ არა მკვეთრით აღდგომა, თუმცა არ გამოვრიცხო ჰეროდეს ეს სწამდა თუ არ სწამდა. ეს უკვე წმენის საკითხია, ზოგს სწამდათ, ზოგს არ სწამდათ, ეგვიპტელებს სწამდათ, ზოგს არ სწამდათ. ეხლა ედომელებს რამდენად სწამდათ მკვეთრით აღდგომის, აი სადუკევლებს არ სწამდათ მკვეთრით აღდგომის. თვითონ იუდაიზმში და ჰეროდეს რანაირად სწამდა მკვეთრით აღდგომის, ნუ არ ვიცი ხა. ახან ფარისელებთან იყო შეკრული ჰეროდე და იესო ქრისტეს დაღუპვას აპირებდნენ, ეგეც წერია ხო მარკოს სახარებაში. ამ კუთხიდან გამომდინარე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჰეროდეს სწამდა მკვეთრით აღდგომის. სწამდა თუ არ სწამდა, მაინც ეცნააღმდეგება იმ ფაქტს, რომ იესო ქრისტე ეგონა მკვეთრით აღდგარი ივანეთის მცემელი. ეს არის ებრაულ გაგებით აგატა, რომელიც არის გადამწერის მიერ გამოგონილი ასე ვთქვათ ისტორია, რომელიც რეალურ ფაქტებზე არ არის დაფუძნებული. აი ახლა ჩვენ მოგწერა კომენტარი მეგობარმა. მართლაც ებრაულ ბიოგრაფიასა და კაბალაში სოდ საიდუმლო შრეში არსებობს მკაფიო განმარტება იმისა, რომ ვერ მოხერხდებოდა ელიას ჩვეულებრივი რეინკარნაცია, გილგული. ვერ მოხდებოდა ელიას ჩვეულებრივი რეინკარნაცია. ნუ აი საინტერესოა, ხო, თუ ვერ მოხდებოდა, როგორ ამბობს იესო ქრისტე, რომ უკვე მოვიდა. რას გულისხმობს ამას? ამაში თუ ივანეთის მცემელი არ უთქვი, არ გულისხმია. საინტერესოა. კაი, რაც შეეხება კაცის ძეს, ეს არ არის ხორციელი წოდება. დიახაც ეგრეა, კაცის ძე არ არის ხორციელი წოდება იესო ქრისტესი. დანიელის აპოკრიფულ წიგში, დანიელის წიგში, აპოკალიფტურ წიგში, მე-7 თავში პირდაპირ წერია კაცის ძე არის პირველი ქმნიძეციური ადამიანი, ადამ კადმონი.
პირველი სანდალფონი და ფიზიკური სხეულის ტრანსფორმაცია. ტრადიციის თანახმად ენოქი, ხანოხი და ელია ერთადერთი ფიგურები არიან, რომლებმაც სიკვდილი, ფიზიკური უჯრედული დაშლა არ იგემეს. და რა თქმა უნდა, იესო ქრისტე ვერ იტყოდა, რომ ელია უკვე მოვიდა და მოკლესო. თუ ის ელიას გულისხმობდა ივანე ღვთისმშობელში. ენოქი გახდა მეტატრონის ანდრის ტახტის წევრი, მცირე ადონაი იჰოვაჰო. ელია გახდა სანდალფონ მეტატრონის სულიერი ძმა ლოცვების შემკრები და დედამიწასთან ყველაზე ახლოს მდგომი ანგელოზი. ვინაიდან ელიამ ფიზიკური სხეული კი არ დატოვა დედამიწაზე, არამედ თვითონ სხეული გარდაქმნა. მას არ ჰქონდა ტრადიციული გაგებით გამოთავისუფლებული სული, რომელიც ხელახლა უნდა შობილიყო ახალ ჩვილში. ნახე რა საინტერესო ის არის, ესე იგი, მას არ ჰქონდა ტრადიციული გაგებით გამოთავისუფლებული სული, რომელიც ხელახლა უნდა შობილიყო ახალ ჩვილში. ანუ ელიას რეინკარნაციას უარყოფს. ასე რომ იესო ქრისტე, რომელიც ამბობს, რომ ელია უკვე მოვიდა და რაც უნდა იგი უყვეს, ეს ვერანაირად ვერ იქნებოდა ივანე ღვთისმშობელზე. საინტერესო ინტერპრეტაცია, ძალიან მომეწონა. ნაპერწკლის გაღვივება, ნიცოცი და იბური. კაბალისტური მოძღვრება გირგულის სულის ხელახალი შობის გარდა ცნობს იბურის სულიერი ორსულობა ცნებას. ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რომ რასაც თქვენ აღნიშნეთ, ნაპერწკალი ნიცოც მაღალი სულიერი არსების შემთხვევაში ელიას სანდალფონის სულის ნაპერწკალი ან ენერგეტიკული პროექცია ეშვება დედამიწაზე და ეფარება ერთვის სხვა ადამიანის სულს. თანამედროვე ანალოგია ავატარი ივანე ღვთისმშობელი იყო დამოუკიდებელი პიროვნება და სული, თუმცა მასზე დაშვებული იყო ელიას ცნობიერების ძალისა და მისიის კონკრეტული ნაპერწკალი. მოდი ახლა აქ ნახოთ რას წერს ეს ადამიანი. როგორ უნდა ეგონოს ჰეროდეს იესო იოანე, როცა იცნობდა იოანესა და იესოსაც. აქ გვერდს ულიან ძველ სამყაროში გავრცელებულ სრულწმენებს და ფსიქოლოგიურ შიშებს. ჰეროდე ანტიპას დანაშაულის გზნობა და შიში. მარკოზის 6:14-16 და მათეს 14:1-2 მიხედვით იესომ სასწაულების კეთება დაიწყო. ჰეროდემ თქვა, ეს იოანე ღვთისმშობელი ამ კვირით დაადგა და დიადი ძალები მოქმედებენ მასში. ჰეროდემ თავი მოჰკვეთა იოანეს, როდესაც მან გაიგო, რომ ვიღაც ახალი პიროვნება იესო აკეთებდა აუხსნა სასწაულებს, მას პროექციული შიში და პარანოია დაეუფლა. ვაიმე ეს კაცი, რომელიც უდანაშაულოდ მოკალი, სულიერად დაბრუნდა შურის აძიებლად. ლუკას სახარების 9:7 ზუსტად ეს დინამიკა ჩანს. ჰეროდე არის მერყევი, დაბნეული ხალხი 1900 ამოს. ზოგი ელიაო, ზოგი იოანეაო, ჰეროდე კი შისაგან საგვენებელშია ჩავარდნილი. ასე რომ ძველი ტრადიციის მიხედვით ესე ეგონათ, რომ სული ბრუნდება შურის აძიებლად სხვა ადამიანის სხეულის მიხედვით. მაგრამ როგორ ამბობთ, რომ ის გამოთავისუფლებული სული იყო და არ შეეძლო რეინკარნაცია. მაგრამ სულ შეეძლო ელიას სულით ივლის, მოიცა ერთ სიტყვით როგორ წერია, სულიერი ტრანსპუტაცია, სულიერი ნაპერწკლის გაზიარება არის უმაღლესი სულიერი ენერგიის გადმოღრა უკვე არსებულ პიროვნებაში, როგორც ჭრეს. ეს არის ელიას სულის ნაპერწკლის ჩასახლება, გადმოღრა იოანეს ცნობიერებაში. არქეტიპული დამყნობა არსი, როგორც მცენარეზე ხდება ახალი შტოს დამყნობა, ისე ეფინება უმაღლესი სულიერი ძალა ადამიანის სულს. როგორც ჭრეს, იოანეს სულზე მოხდა ელიას სულის ზოგიერთი მისიის დამყნობა. ანუ შეიძლება რომ მაგალითად ენოქის სული იყოს ჩემზეც დამყნობილი? ეგეთი რაღაც შეიძლება? ამ კონტექსტში მოიაზრებოდეს ესეც? რომ ელიას სულით ივლისო? იესოს პოზიცია. იესოს საუბრობს სულიერ ძალაზე, არქეტიპს და ენერგიაზე. სოდი. ლუკას სახარებაში ეს პირდაპირ არის განმარტებული. ივლეს მის წინაშე ელიას სულითა და ძალით. ანუ არც რეინკარნაცია არ არის, არც ფიზიკურზე არ არის, მაგრამ საინტერესო რა არის, უყურეთ, თუ ამ კუთხით მივიყვებით, რასაც ახლა ჩვენ გვიწერს კომენტარებში, რომ ეს არის ავატარი, მაშინ ივანე ღვთისმშობელი ელიას სულით შეიძლება ყოფილიყო მოსული, მაგრამ თვითონ ამბობს, რომ ელია არა ვარო.
თვითონ უარყოფს ამას. მაშინ იტყოდა რომ კი ელიას სულით ავარ. აუხსნიდა იმ ხალხს, ვინ ახარო რო ეკითხებიან. ნაპერწლის გაკიცხება ეს წავიკითხეთ, გამოთავისუფლებული სული არ იყო, ხელახარავno შობილიყო ჩვენში, ანუ ელიას რეინკარნაცია იონათესმელის სახით არის გამორიცხული, როგორც სწორად გავიგე. მეორე ინტერპრეტაციის თანახმად ნაპერწლის გაყვება ნიცოცი ნაპერწკალი, ანუ ეს იყო იონათესმელი იყო დამოუკიდებელი პიროვნება და სული, თუმცა მასზე დაშვებული იყო ელიას ცნობიერების ძალისა და მისი კონკრეტული ნაპერწკალი და იესომ ამიტომ იგულისხმა რომ ელია უკვე მოვიდა და უყვეს რა იცი იგი უნდა იონათესმელზე, რომ უკვე ეს იყო უბრალოდ ენერგეტიკული პროექცია ეშვება დედამიწაზე და ხდება ეს ისა. მასზე იყო დაშვებული ელიას ცნობიერების ძალისა და მისიის კონკრეტული სული. ეხლა მესამე განმარტება. ტექსტობრივი და დადასტურება ეს ხედვა საოცრად ზუსტად ხსნის იმ წინააღმდეგობას, რომელიც ახალ აღთქმაში ხდება. ლუკას ახარება ანგელოზი გაბრიელი იოანეს მამას ზაქარიას ეუბნება, რომ იოანე ივლიდა ელიას სულითა და ძალით. The spirit and the power of Elia. ანუ არა თვითონ ელია ფიზიკურად, არამედ მისი სულიერი არქეტიპითა და ენერგიით. ანუ ელიას რეინკარნაცია გამორიცხულია. ანუ კაბალისტური ენის ახსნით. მეორე იონეს ახარება 1:21 ამბობს, როცა იონეს ეკითხებიან შენ ელია ხარ, ის პასუხობს არა, რადგან პიროვნულად ის იოანეა. ამ კუთხით ამბობს, რომ არა ვარ ელია, იმას არ უარყოფს, რომ ელიას სულით იყო. ანუ ხდები კონკრეტულად დაუსაბუთა, მაგრამ რატო ეკითხებიან შენ ელია ხარო, თუ მათ არ სწამდათ რეინკარნაციის? აბა, ამაზე როგორღა გვიპასუხებენ. პიროვნულად რა თქმა უნდა იოანეა და რა თქმა უნდა პიროვნულად ვერ იტყოდა კი ელია ვარო. მაგრამ იმათ რატო ეგონათ ელია, აი არის საინტერესო. ესე იგი მესამე კიდე გამექცა მესამე საინტერესო კომენტარებია. ხო. მათეს ახარება 11:14 ამბობს, იესო კი ამბობს, თუ გინდათ ირწმუნოთ, ის არის ელია, რომელიც უნდა მოვიდეს. თქვენი ფორმულირება, რომ იოანე იყო ელიას სულიერ ნაპერწკლის მატარებელი ავატარი მიწაზე, სანამ თავად ელია რომელიც თავად ელია ხა გადახდა ისე. თქვენი ფორმულირება, რომ იოანე იყო ელიას სულიერი ნაპერწკლის მატარებელი ავატარი მიწაზე, სანამ თავად ელია სანდალფონის ზეციური იერარქიაში თავის ფუნქციას ასრულებდა, სრულად ემთხვევა ეზოტერული ჰერმენევტიკის ყველაზე ღრმა წაკითხვას. ეს არის ეზოტერიკული განმარტება, ესე იგი მივხვდით ჩვენ რაზეც ასაუბარ. და იესო ქრისტე როდესაც საუბრობს, რომ იოანე უყვეს რაიცა იგი უნდათ ელიაზე, როგორც ახლა თქვით, ეს იგულისხმეს მოწაფეებმა იონათესმელზე, იმიტომ რომ მოწაფეებმაც იცოდნენ ეს ეზოტერული გაგება, რასაც ახლა ჩვენ მეგობარი გვწერს, რომ მათეს ახარების 11:14 მიხედვით, ხოსოვით არის 11:14, ნახოთ. და თუ გნებავს შეწყნარებად, ეგე თავადი არის ელია, რომელიც კი მოსვლა დაარს. ეს არის თავად ელია, რომელიც მოსვლა დაარსო. და ყოველი წესამეტყველე ჯუნი იონათესმელს წესამეტყველე. ანუ იონათესმელზე გამახვილა ყურადღება, რომ აი ეს არისო, რომელიც მოუნა მოვიდესო. იონათესმელიო. ესე იგი, ნახე, ეს იმას ანიშნავს, რომ უკვე მოვიდა. მაგრამ ეს მუხლი თავად არის წინააღმდეგობაში მეჩვენე თავთან, იმიტომ რომ აქ ამბობს იესო ქრისტე, რომ არ იცნეს იგი, არამედ უყვეს მას რა იდონიცა რა უნდათ. ანუ ეს უკვე მომხდარ ფაქტია და რა ის, რომელიც უნდა მოხდეს. ანუ მოსულ ელიაზეა საუბარი, რავი, შენ გინდა სულიერი ფუნქციით მოსულ ელიას დაუძახე, როგორც აქ არის საუბარი, რომ ეს არის სულიერი ნაპერწკლის მატარებელი ავატარი. და ასევე არის აქ მომავალზე საუბარი, რომელი მოსვლა დაარსო. ანუ იონათესმელზე ამბობს, რომ იესო ქრისტე თუ გნებავთ შეწყნარებათო, ეგე თავადი არის ელია, რომელიც მოსვლა დაარსო. იონათესმელზე ამბობს, რომ მოსვლა დაარსო. მათეს ახარების 11:14. რანაირად უნდა აღდგეს გახსნილი სხეული ენოქი, ამიტომაც იქნა აღტაცებული, რომ მისი სხეული არ გახსნილიყო. ხო, ეგეც საინტერესოა, ხო, რანაირად უნდა უყოს ელიას იგივე, რომელიც უკვე მოხდა ფაქტი, თუ კი არ უნდა გახსნილიყო და ხელახლა უნდა გაცოცხლებულიყო თუ რავი რაღაც. ან თუ ელია იყო ეს იონათესმელი სულიერ რაღაცით, რატო უნდა ყოფილიყო ეს იონათესმელი კვეთთამდგარი იესო ქრისტე. უпростоოდ იესო ქრისტე კვეთთამდგარი იონათესმელი. თუ კი იესო ქრისტე არც ელიას სულით იყო, არც იონათესმელის სულით არ იყო. ეგეც გაუგებარია ჩემთვის.
ეთერული სხეული მკვდარი ხომ არ არის, გამოდის რომ დაკრძალვის ფორმების მუმიფიცირებას და კრემაციას აზრი არ ქონია. ეთერული სხეული მუდმივად ამ სხეულზე ზრუნვა. აზრი არ აქონია. ეთერული სხეული კი უხილავია, ვინ ხედავს ეთერული სხეულს, რომ ეთერული სხეულზე იყოს. მოკლედ ძალიან ბევრი გაურკვევლობაა კიდე რა. ეს პასუხი, ეზოთერული პასუხი მაინც ვერ ხსნის სამწინააღმდეგობას ბოლომდე. თუ აქ არის საუბარი, რომ ეს არის იოანეთისმცემელი, რომელიც არის მოსული სულიერი ავატარი ელიასი, მაშინ ეს მუხლი მათ ესახარებს, რომ ესეას რომელიგი მოსვლად არის მომავალში, თვითონ უარყოფს ამ მუხლს, რომ ის უკვე მოვიდე და უყოს რაოდენიცა რა იგი უყოს. ანუ ის უკვე მოსულია, კი არ უნდა მოვიდეს მე ოდესღაც რაღაც მეორე მოსვლის დროს. ეს უკვე საეჭვო არის. ეხლა ნახოთ კიდე ერთი რაღაცა არის აქ გასარკვევი რა. აი ხედავ პატარა მუხლმა რამხელა რაღაცები გამოიწვია. ჰეროდეს იესო იოანეთისმცემელი როგორ უნდა გონებოდა, როცა მისი ეზოს მოძღვრის ქუზას ცოლი სუსანა იესოს ემსახურებოდა. ეხლა ჰეროდე მეფე მარიცოდა მისი მსახურები, ვის ემსახურებდნენ, ვის არ ემსახურებოდნენ. ჰეროდე ფარისეველთან შეიკრა და მისი მოკვლად სურდათო იესოსიო. ამიტომ ძალიან კარგად ეცოდინებოდა ჰეროდეს ვის კლავდა, ვის აჭრიდა თავს და ვის ებრძოდა, ვისი მოკლა სურდა და იესოსაც ძალიან კარგად იცნობდა. ლუკას სახარების 8:3 ასევე ლუკას სახარებას 9:7 მუხლში ჰეროდე არ ამბობს, რომ ეს იესო ის იოანე, რომელსაც მე თავი მოვკვეთეო. პირიქით, მასზე სხვები ეუბნებოდნენ იოანე აღუდგა რამკვდრეთო. ხოლო ჰეროდემ თქვა იოანეს მე თავი მოვკვეთე და ეს ვინ არის, ვიზედაც ამგვარი რამ მესმისო? აი ხედავ აქაც როგორი წინააღმდეგობები რაღაც არის. ერთი מחარებელი ამბობს, რომ გინდა თუ არა ჰეროდე იძახის, რომ აი ეს კაცი, რომელსაც მე თავი მოვკვეთე, კვეთი თავდგარა და იესო არისო, ხო? იესოზე ამ კვეთი თავდგარი იოანეთისმცემელიაო და მეორე מחარებელი იგივე ბრალდებას ხსნის ჰეროდეს. ჰეროდეს საერთოდ არ ეგონა იესო ქრისტე, კვეთი თავდგარი იოანეთისმცემელი. ეს არის ლუკას სახარების მერვე თავის 9 მუხლი. ნახოთ. ედავრები ხდება. აი იძახიან კიდე რომ არ უნდა წაიკითხო შენებურად თუ განმარტავ, ჯერ სადა ხარ აქ იმდენი სიღრმეები არის. თუ ძმა ხარ. ლუკას სახარება მერვე თავის მესამე მუხლი. იოანა ჰეროდეს ქუზას ცოლი სუსანა და ბევრი სხვა, რომელიც ემსახურებოდნენ მას თავიანთი ქონებითო. წარმოიდგინე, ეს არის ჰეროდეს მსახურებზეა საუბარი და ლუკას სახარება ნახოთ 9 თავის 7-9 მუხლში. მოისმინა ჰეროდემ ტეტრარქმა, რომ ყოველი მისი ნამოქმედარი და გაუგდა, ვინაიდან ერთნი იმას ამბობდნენ იოანე აღდგა უმკვდრეთით. ნახე დააკვირდი, ეხლა მე რატო ვიძახი ამას უყურებ. მე წეგან ხო თქვი, რომ ჰეროდეს მარკოს სახარების მიხედვით ჰეროდეს ეგონა კვეთი თავდგარ იოანეთისმცემელი, რომელსაც თავი მოვკვეთეო. კვეთი თავდგარაო. იესო ქრისტე ეგონა კვეთი თავდგარ იოანეთისმცემელი. მაგრამ აქ ნახე რას ამბობს ლუკას სახარება 9 თავის 7-9 მუხლი. ჰეროდეს კი არ ეგონა, რომ იოანე იყო კვეთი თავდგარი, ეს იესო ქრისტე. არა, არამედ სხვები ამბობდნენ, რომ ერთნი იმას ამბობდნენ, რომ იოანე აღდგა უმკვდრეთით იესოზე, მეორენი ელია გამოჩნდაო. ანუ ორი ფრთა იყო, რომელიც ამბობდნენ, რომ ერთს ეგონა იოანეთისმცემელი აღდგა უმკვდრეთით შურისაძიებლად და მეორე ამბობდა, რომ ეს არის ელია იესო ქრისტეზე. გაიგე რა ხდება? სხვები ამბობდნენ, ერთი ძველი წინასწარმეტყველთაგანი აღდგა უმკვდრეთით. ანუ კიდე ბევრი იყო იქ მეფესთან, რომლებიც შეშფოთებულები იყვნენ, ამბობდნენ, რომ ეს ვიღაც სხვა წინასწარმეტყველი იქნება, შურისაძიებლად მოსულა, რომელიც შენ არასწორად მოკალე ეს კაცი. კი დიდი სიღრმეებია, რომელიც მოითხოვს საფუძვლიან სიღრმისეულ შესწავლას, დრო და დრო გაეცემა ამ ყველაფერს პასუხი. მადლობა ჩემო მეგობარო, სხვათა შორის ძალიან კარგ კომენტარებს წერს აქ და ეს ამ სიღრმეებს აუცილებლად გავცემთ ერთად პასუხებს. ხო, მოკლედ მე-9 მუხლი ახლა წავიკითხავ ლუკას სახარების. ჰეროდემ თქვა, იოანეს მე თავი მოვკვეთე, ეს კი ვინ არის, ვიზეც ასეთი რამ მესმის და უნდა მისი ნახვა. აჰა, ძმო, სო. აი ეხლა მე არ ვიცი ამ თავს ჩავამთავრებ თუ არ ჩავამთავრებ, არ ვიცი, საერთოდ ბევრი ვილაპარაკეთ, არ მინდა რომ ყვედობაში გადამივიდეს. ნუ მოკლედ რაზეა საუბარი. ჩვენ წინაზე ვთქვით,
და კომენტარებშიც სხვათა შორის ძალიან აგრესია წამოვიდა ჩემს მიმართ ამ წინააღმდეგობასთან დაკავშირებით, რომ კვეთით ამდგარი იოანე ნათლისმცემელი ეგონა იესო ქრისტე ჰეროდეს. ეს არის მარკოზის სახარების მე-14 თავი. ეხლა ვნახავ მასალეთ მარკოზის სახარების მე-14 თავის 14-16 უნდა იყოს თუ არ ვცდები. დამელოდეთ ერთ-ერთი მეგობრებო. არავირიო უკვე, იმიტომ რომ ბევრი ინფორმაცია მოგროვდა უკვე თავში და აღარ გამიგია უკვე საიდან გავაგრძელო. მე-6 თავის მე-14, მე-16 მუხლებია ეს. მარკოზის სახარების შემეშალა 14 არ არის. მე-6 თავის მე-14, მე-16 მუხლებია. აი წავიკითხავ. და ესმა ჰეროდეს მეფესა, რამე თუ განცხადნა სახელი მისი, ანუ იესოსი, დაიტყო და ვითარმედ იოანე ნათლისმცემელი კვირით აღდგომილ არს და მისთვის იქმნებიან ძალნი მისთანა. და სხვანი იტყოდეს ელია არს, გინა ვითარცა ერთი წინასწარმეტყველთაგანი. ეს მარა იესე ჰეროდეს თქვა, ვითარმედ რომელსა მეთავი მოუკვეთა იოანეს, იგი აღდგომილ არს კვირით. აი ამ სახარებაში, მარკოზის სახარებაში, პირდაპირ არის ორჯერ ადასტურებს ჰეროდე, რომ მე რომელსაც თავი მოკვეთე იოანე ნათლისმცემელს, აი ეს იესო არის კვეთით აღდგომილი ნათლისმცემელი, რომელსაც მე თავი მოკვეთე. მაგრამ ლუკას სახარების მე-9 თავში, მე-9 თავის მე-7-მე-9 მუხლში ჰეროდე არ ამბობს ამას, პირიქით. ჰეროდე ამბობს, რომ ეს გამორიცხულია, რომ იესო იყოს, არამედ მე მინდა ვნახო, იმიტომ რომ მე ვიცი ვისაც მოკვეთე თავი, მე მოკვეთე იოანე ნათლისმცემელს თავი. მე მინდა პირადად მისი ნახვა და გაცნობა. აგერ ეხა თუ ამის არ ჯერათ, რადგან ეს ცოტა პროტესტანტული წიგნი არის, პროტესტანტ გამოსცეს. აი ეს ადეშის 4 თავიდან წავიკითხოთ ლუკას სახარების მე-9 თავი. მე ვფიქრობ, როგორც ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა დამირეკა და ამ თემებზე ვისაუბრეთ, სხვათა შორის ძალიან დაპირისპირებული საუბრების გქონდა ამის გამო ერთმანეთს შორის, მითხრა რომ მარკოზის სახარება, ზოგადად ეს მარკოზის სახარება, ვინც დაწერა, ეს მარკოზი არ იყო ებრაელი. როგორც ჩანს, მარკოზი იყო რომაელი, რომელიღაც წარჩინებული პიროვნება კეისრის კარზე, რომელმაც დაწერა მარკოზის სახარება, ანუ დაწერეს რაღაც კონკრეტული სახარება და მიაწერეს მარკოს. და ეს მარკოზი რომ არ იყო ებრაელი, ეს ჩანს კიდევაც მის ნაწერებში, ეს ებრაულ მისტიციზმსაც ცდება, რასაც ეხლა ეს ამბობს და ებრაული ტრადიციის თანახმად, როგორც მე გავიგე, ეს არის აგატა, როდესაც წერალი წერს ისეთ ამბავს, რაც არის არარეალური და არის სრულად წერილის მიერ გამოგონილი ამბავი და ასე ვთქვათ, შეთხზის ვერ ვიტყვი, ნუ მოკლედ ტავტოლოგიური შეცდომა, რაღაც კუთხით რა, ანუ აგატა არის მარკოზის სახარებაში. ეს ამას ვადასტურებ და ვასაბუთებ ლუკას სახარების მე-9 თავის მე-7-მე-9 მუხლებიდან. აი წავიკითხავ ეხავე ამას. ძველ ქართულად ადეშის 4 თავიდან როგორ არის. ხოლო ესმა ჰეროდეს მე-4 მთავარსა საქმე იგი, ანუ იესოსი, რომელი მის მიერ იქნებოდეს და განიზრახვიდა, რამე თუ იტყოდეს ვინმე ვითარმედ იოანე ნათლისმცემელი აღდგომილას კვირით. ანუ ვიღაცები იყვნენ კიდე, რომლებიც ამბობდნენ, ანუ ჰეროდე არ ამბობდა, რომ იოანე კვირითაღდგარი იესო კვირითაღდგარი იოანე ნათლისმცემელია, არა. აქ იყვოდეს ვინმე ვითარმედ იოანე ნათლისმცემელი აღდგომილას კვირით. რატო უნდა გონებოდათ იოანე ნათლისმცემელი აღდგომილი კვირით იესო ქრისტე ჩემამდე არ მოდის. ეს ჰეროდე არ ამბობს ამას. ხოლო სხვანი რომელიმე იტყოდეს ელია გამოჩნდა და სხვანი იტყოდეს, ეხლა თუ ვიღაცას იოანე ნათლისმცემელი ეგონა იესო ქრისტე, ელია რაღაც უნდა გონებოდა, ხო? მით უმეტეს თუ ელია როცა მოვაო, უნდა მოეკლათო იესო ამბობს და როგორ მოკლეს ჯერ, როდესაც იესო ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. თავს როგორ მოვაჭრი და ნუ ლოგიკური ფალასია. ახე, ხოლო სხვები იტყვნენ წინასწარმეტყველთაგანი პირველთაი აღდგომილ არს რომელიმე
ანუ ვიღაც წინასწარმეტყველი კიდე რომელიც აი ადამიდან ანუ შეთიან ვიღაცა ისე დიდი წინასწარმეტყველი იყო ან ენოქი რომელიც აღადგაო და ის მოვიდაო იესოს სახითო რო დაბნეულები იყვნენ როგორი ხა სასწაულებს აკეთებს კაცი და იმათ თავიანთ ჯულში დაუწყეს ძებნა ვიღაცა ხო არ მოდის რომელიც ჩვენზე შურს იძიებს შენზე თავი რომ მოკვეთე ამ დიდი წინასწარმეტყველსო იმიტომ იოანეთის ეშინოდათ ხალხს დიდი წინასწარმეტყველი ეგონა და პატივისცემდნენ მას ხოლო ჰეროდე თქვა, აი ჰეროდეს მტკიცება, რომ ჰეროდეს აზრი არ იყო ის, რომ იესო ქრისტე მკვეთრამდგარი იოანეთისმცემელი ეგონა. აღარ ასამბლს. ლუკას ახარების მეცხრე თავის მეცხრე მოხრში. ხოლო ჰეროდე თქვა, იოანეს მე თავი მოვკვეთე, ხოლო ესე ვინაი არის, რომელსაც ესე მესმის, არა ვიცი. და უნდა ხილვა იმისი. კი, то ნახე სად გავედით ჩემ. მე იოანე ათისმცემელს თავი მოვკვეთეო. ეს კიდე არ ვიცი ვინ არისო და უნდა და პირადად გაცნობა მისიო. ესე იგი გამოდის რომ ჰეროდე ჯერ კიდევ არ იცნობდა იესო ქრისტეს, იმიტომ რომ მოციქულებსაც ეუბნებოდათ რომ გაჩვენდით არაფერი ჯერ არ თქვათ, იმიტომ რომ სანამ ძე კაცს არ აღდგება კვეთით, ანუ თაბორის შესახებ ინფორმაცია ამ სამი კაცის გარდა საიდუმლოდ ჰქონდათ, სხვას არავის არ ჰქონდა და რა თქმა უნდა, არავის არ იცოდინებოდა არც ჰეროდეს იესოს პიროვნება, იმიტომ რომ ჯერ არც ერთი სასწაული არ გაუკეთებია იესოს, სანამ იოანეთისმცემელის მკვლელობა არ გაიგო. მე მგონი გასაგებად ვისაუბრე რა, მოკლედ მეც დავიღალე ახლა. ხო, ლეგენდა ან მითია გაფანტული აგატა ნიშნავს ლეგენდას ან გაფანტულ მითს, რომელიც გაიფანტა. ნუ, საინტერესო გუშინ მოვუსწრე ბატონ მალხაზის სონღოლაშვილის ლექციას მარკოზის სახარებაზე, ძალიან საინტერესო კითხვებს სვავდნენ ხოთაშვილის, რომ თავიდან ებრაელები იყვნენ, არ იყვნენ ქრისტიანები, არ ეწოდებოდათ, გეზაო თუ რაღაც ესე ეწოდება ქონდათ თუნდაც პირველ ქრისტიანულ თემს და ნიშნავს გზას. აი მაგალითად რა მიმდევრების იყვნენ პავლე და პეტრე მოციქული. პეტრე და პავლე მოციქული იყვნენ გეზას მიმდევრები. ებრაულად გეზა ნიშნავს გზაზე დამდგარს. ანუ იესო ქრისტე იყო მოხეტიალე რაბინი იერუსალიმში და ვინც მისი მიმდევარი იყო ეძახდა გზაზე დამდგარს. აი მაგალითად ლევან პეტრიაშვილი ამის მიმდევარია, გზაზე დამდგარია. და უკვე მიხვდებოდა რომ ეს იგულისხმება რომ იეშუას მიმდევარი არის. ეგრე არის მათეს სახარების და საერთოდ ებრაული გააზრების მიხედვით. კაი მოკლედ მე ახლა მუხს დავამთავრებ. პატარა მუხლი არის და ძალიან ბევრი საუბარი გამოგვივიდა, იმედია ნაყოფიერი იყო ეს საუბარი. ახლა აღარ გავაგრძელებ იმაზე ხა ვის რა ეგონა და როგორ ეგონა, გასაგებად თქვი ჩემი სათქმელი, მაგრამ მაინც ვიტყვი მოკლედ იმაში. ჰეროდე კარგად იცნობდა იოანეთისმცემელს და ისიც კარგად იცოდა, რომ მონათლა იესო იორდანეში, იოანეთისმცემელმა, ესეც კარგად იცოდა. ასევე როცა ჰეროდიანელები და იუდეველები გაუგზავნა და კითხეს იოანეს შენ ხარ ქრისტეო, უთხრა მე არა ვარო. ესეც აქედანაც ეწოდებოდა. ასევე იუდეველები იესოს ეუბნებოდნენ, რომ ჰეროდიანელები მის მოკვლას აპირებდნენ და გაცლოდა. მათ ლუკას ახარება მე-13 თავის 31 მოხში. აი ლუკას ახარება მე-13 თავის 31 მოხში. აქაც კიდევ ერთხელ დადასტურებული არის, რომ ჰეროდეს იესოს პიროვნებას იცნობდა. ესე იგი ის შეხვდა პირადად იესოს, გაიცნო და დარწმუნდა რომ ეს არ არის ის იოანეთისმცემელი, რომელსაც თავი მოკვეთა. ანუ აქ წერია რომ იოანეთისმცემელი ცოცხალია, როცა ეს ყველაფერი ხდება და იოანე თუ მერე წერია, მოიცა მას გავარკვე ახლავე. მე-13 თავის 31 მოხში. ლუკას ახარება. 31 მოხი. აი ნახეთ. ამ დროს მოვიდნენ ზოგიერთი ფარისევეთაგან და უთხრეს მას: "წადი გაეცალი აქაურობა, სადღაც ჰეროდეს შენი მოკლა უნდა." და უთხრა მათ: "წადი და უთხარით იმ მელას, ახავ დევნი ეშმაკებს და კურნავ დღესა და ხვალ, მესამე დღეს კი დავასრულებ. მაგრამ მე უნდა ვიარო დღეს ხვალ და ზეგი ვინაიდან არ იქნება რომ წინასწარმეტყველი იერუსალიმის გარეთ დაიღუპოს." ესე იგი აქ უკვე იოანე ესე ჰეროდემ გაიცნო იესო ქრისტე, იოანეთისმცემელს თავი რომ მოკვეთე და შემდგომ მოვლენა არის. ესე იგი შეხვდა პირადად ლუკას ახარებაში ჰეროდე იესო ქრისტეს, არ მოეწონა მისი ქადაგება და აქ წერია რომ ფარისევლებთან ერთადო ჰეროდე მეფეს სურდა იესო ქრისტეს მოკლა. ესე იგი ჰეროდე დიდი, მე რო ვიძახდი რომ შეიძლებოდა მას არ სწამდა ქრისტალგომა იყო ჩემი თქვათ შეცდომა, აგერ აქ გასაგები არის რომ იესო ჰეროდე იყო ფარისევებთან დაახლოებული პიროვნება. ანუ ჰეროდეს დიდი ვერსიით სწამდა ქრისტით აღდგომის. ასე ვერ გამოვრიცხავთ რომ ჰეროდე არ სწამდა ქრისტით აღდგომის. ნუ სწამდა თუ არ სწამდა, ფაქტის სახეზე არის რომ ჰეროდემ არ იცნობდა იესოს პიროვნებას და არც ის არ ამბობდა თავის პირით რომ ეს არის ის იოანეთისმცემელი, რომელსაც მე თავი მოკვეთე ქრისტით აღდგარიო. ხო, გაიცნო პირადად და არ მოეწონა მისი საუბრები. რადგანაც აქ წერია რომ უკვე ეშმაკებს დევნიდა და სასწაულებს ახდენდა. ეს ვერ იქნებოდა იოანემდე.
სანამ ივანეს თავს მოკვეთავდა, ხო? იმიტომ რომ თუ ესე იქნებოდა, მაშინ აღარ იტყოდა რომ სასწაულების კეთება აღარ გაუკვირდებოდა, იმიტომ რომ ნათლისმცემლის თავი რომ მოკვეთა, იესო ქრისტემ სასწაულების კეთება მერე დაიწყო. ასე რომ აქ როდესაც იესო ქრისტე ლაპარაკობს, რომ ჰეროდეს ფარისეველთან ერთად მისი მოკლა სურდა, ეს ამ დროს ვერ იქნებოდა იოანე ნათლისმცემელი ცოცხალი. რადგანაც იესო ქრისტე მისი სიკვდილის შემდეგ დაიწყო სასწაულების გაკეთება. მოკლედ ჩამოყალიბდით, მე მგონი, სხვათა შორის ფარისევლები ხო ეს თქვით უკვე, ამის მერე თქვენ გინდა დამტკიცოთ, რომ ჰეროდემ არ იცოდა იესო ვინ იყო და იოანეში აერია, რა თქმა უნდა, ეს ჩვეულებრივად შეუძლებელი არის, რომ ჰეროდეს არ ცოდნოდა იესო ქრისტე ვინ იყო და არც ის ცოდნოდა ვინ მოკლა და ვის მოკვეთა თავი. თუ ჰეროდე მიცოდა რომ იოანეს ნათლისმცემლის თავი მოკვეთა, იესო ქრისტეს მოკლას კი აღარ დაუწყებდა კაცო. სრული ის არის, მარაზმი არის. კაი, გავაგრძელოთ, ესე იგი ჩვენ ვიყავით გაჩერებული მე-14 მუხლზე მე-17 თავისი. და ვით არ მოვიდესერსა მასთანა, მოვინმე უხდა მას კაცი, მუხლი დაიდგა და ეტყოდა, უფალო შეიწყალე ძეი ჩემი, რამე თუ ახლისპირო ვან არს და ძვირ-ძვირ იგომების, რამე თუ მრავალგზის შთავარდის ცეცხლსა და მრავალგზის წყალსა. და მოვარ თუ იგი მოწაფეთა შენთან და ვერ შეუძდეს განკურნებად მისცა. მიუგო იესო და რქვა მათ, ხოი ნათესავი ურწმუნოი და გულარძნილო. ვიდრანდეს თქვენთან ავიყო, ვიდრანდეს თავს ვიდებდე თქვენსა, მომგვარეთ მე იგი აქა. და შეეხლისხნა მას იესო და განვიდა მისგან ეშმაკი და განიკურნა წული იგი მიერ ჟამითგან. მაშინ მოუხდეს მოწაფენი იესოს თვისეგან და რქვა მას, ჩვენ რად ვერ უძლეთ განხდათ მისა? ხოლო მან რქვა მათ, ცირედ მორწმუნეობისა თქვენისათვის, რამე თუ მართლიად გეტყვით თქვენ, გაქონდეს თქვენ სარწმუნოება იმ დოგვის მარცვლის ოდვენ, თქვათ თასა ამას იცვალე ამიერ და მუნიცვალოს და არა იყოს უძლურება თქვენდა. ეხლა ძალიან თეოლოგიური წინააღმდეგობრივი მუხლები არის, ბევრი რაღაცეები საკითხებია ეხლა. მოციქულებმა შესჭილეს იესოს, ჩვენ რატო ვერ გავდენოთ ეშმაკებიო, შენ თუ შეძლე ესაო, რატო ჩვენ არ გვაქვს და იესო ეუბნება რომ თქვენ გაქვთ მცირედი წვენაო, რადგანაც თქვენ რომ დოგვის მართვის ოდვენა წვენა ქონოდეთო, აქ არ ვდგე რომ უმცირესი არის სხვა თესლებს შორის. ნახეთ, დააკვირდით ერთ-ერთ სახარებაში ამბობს რომ დოგვის მარცვალი არის ყველა მცენარეებზე უმცირესი. ეს არის ტყუილი. ეს იესო ამას ვერ იტყოდა, იმიტომ რომ სამყაროს შემოქმედებაში მიიღო მონაწილეობა, ამას ვერ იტყოდა რომ დოგვის მარცვალზე უმცირესი თესლიც არსებობს, ორქიდეა არის ყველა თესლს შორის, რა თქმა უნდა, რაც კი ბალახეულებში და მცენარეებში იგულისხმება. მაგრამ აქ მათესახარება იმიტომ ამნიშნულობა, რომ მათესახარებაში არ ამბობს იესო ქრისტე რომ დოგვის მარცვალია ყველაზე მცირე და მე გაიზრდება და რაღაც ჭიტებს შეისხოს. არა, აქ ამბობს რომ დოგვის მარცვლის ოდენაო, სარწმუნოებაც რო გქონდეს ამ თას რო უთხრათო, გადაადგილდება, მაგრამ სხვა სახარებაში წერია, მგონი ლუკას სახარებაში, ამ ლეხს რო უთხრათო, აღმოიფხრებაო და ჩაინერგება იმ ზღვაშიო. ნუ ესეც პარალელები რა. კი დიდი სიღრმეებია, რომელიც მოითხოვს საფუძვლიან სიღრმისეულ შესწავლას, დრო და დრო გაიცემა ლეგენდებით. თის გადადგომა კი არის ასანთის ღერი გადაადგილონ და დაუჯერებ. ხო, ან დოგვის ორწუნა წლენა რო გქონდეთ, თას რო უბრძანოთ გადაადგილდებაო. ესე იგი რა გამოდის რომ მოციქულებმა თუ ვერ შეძლეს ეს, იმიტომ რომ მათ არ ქონდა დოგვის ოდენა წარწმენა, რომ თესთვის ეთქვა და გადაადგილდებოდა, თუ ამას პირდაპირ მივიღებთ, ხო? გამოდის რომ ჩვენ საერთოდ არანაირი პრეტენზია არ უნდა გქონდეს ქრისტიანობაზე. ხა მე პირადად რა ვიცი, მე თის გადაადგილება ნამდვილად არ შემიძლია. ვერც იმით ვერ დავიქვეხნი რომ მაგარი ქრისტიანი ვარ მეთქი. არაფერიც არა ვარ. და ვიძახი რომ არაფერი არ მესმის. მე უბრალოდ ვარ კითხვა არის, აი ვეძებ რა ვადრი ტექსტებს და ვერაფერს ვერ დაგიმტკიცებთ მე. ვერ დავამტკიცებ. ინტოქში ბევრი წიგნები მაქვს იერუსალიმიდან და ლოს-ანჯელესიდან ახალ ალქმაზე და დავიწყე გადმოქართულება. კარგი, აუცილებლად რა გზები იკვეთება, ხო ხვდებით, ან ყველა ვარიანტში სახარებას ვინც კითხულობს, რავი ახლა ბრმად არ ვიცი ვინც კითხულობს თუ არ კითხულობს, მაგრამ მივყავართ იუდეველებთან, იერუსალიმთან, ისრაელთან მივყავართ. ამ ვერ გაცდები რა, ეს თლიანად არის ტექსტებს მად მივყავართ. და კიდე ერთი მნიშვნელოვანი რამე არის, აქ კიდე თქვენი ისმიდან ყურადღება გავამახვილო. მათესახარების მე-17 თავის 21 მუხლი არც ვატიკანის კოდექსში არ წერია და არც ადიშის 4 თავში არ წერია, კერძოდ რა არის ეს მუხლი. მათესახარების მე-17 თავის 21 მუხლი არ წერია. ეს არის ჩამატებული, არ ვიცი ვინ ჩამატა, მართლა არ ვიცი. იმიტომ რომ კითხვები ჩდება რა. როგორ შეიძლება ყველაფერი იყოს ღვთისმსურია, როდესაც აქ ადამიანის ხელი ურევია. აი მათესახარება 17:21. ნახე რა წერია. ეს მოდგმა კი მხოლოდ ლოცვითა მარხვით განიდევნება. ეს არის სისულელი. ეხლა რავი, ბევრს შეიძლება არ მოეწონოს ჩემი ეს ნათქვამი, მაგრამ აშკარად, როდესაც წმინდა წერილში მე არც ვატიკანის კოდექსში, არც ადიშის 4 თავში ესეც წმინდა წიგნია ყველაზე ძველი. არ მიწერია მე
ლოცვათა მარხვით განიდევნება ეს მოდგმაო, ჩემთვის არის სისულელი და შეთხზილი. რახან ეს მუხლი ვიღაცამ ჩაამატა, რა დარწმუნებულები ხართ, რომ ის ჰეროდეს რო იესო კვერთით ამდგარი ნათლისმცემელი ეგონა, ეგეც ვიღაცამ არ ჩაამატა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მართლა მოციქულმა დაწერა და მართლა სული წმინდა არის დაწერილი, მე არა ვარ დარწმუნებული. და მაქვს ამისი ფაქტი და საფუძველი. აგერ 21 მუხლი არ წერია არც აქ, არც ადისში, არც ვატიკანის კოდექსში. ვინ ჩაამატა რა ლოცვათა მარხვით განიდევნებაო, ეს მოდგმაო. ანუ ვინც არ ლოცვობს და არ მარხულობს, ის ეშმაკებს ვერ გადევნის? რამდენი ადამიანები არსებობდნენ ისრაელში, რომელიც არც ლოცვობდა, არც არაფერს, მაგალითად სიმონ მოგვი ეშმაკებს განასხავდა. და თვითონ იესო ქრისტესაც ადანაშაულებდნენ, ბელზებულით ამით მთავრით აიტაკ განასხავს ეშმაკთაო, იქ ბელზებული ბელზაბუბიც არის. ბელზებუბიც არის და ბელზებულიც არის. ორნაირად არის ეს სოლომონის გოეტიაში. ბელზებუბიც არის და ბელზებაბუბიც არის. ნიკოდემოს სახარებაში არის მოხსენებული. ბატონო პეტრიაშვილსაც მიაწოდეთ ეგ წიგნები გაფანტულოს სინათლის ნაბერწკალო. საინტერესო წიგნები იქნება. ლოცვა და მარხვა რომ შველოდეს საქმეს 64 იქნება დედამიწაზე. კრეხელობა წერია მაგ მუხში. ნუ ღვთლები ამას ციტირებენ, აი დაკურებული ვარ მამაოები განსაკუთრებით როგორ აკეთებენ იცი? მარხვაზე რომ იტკება, ოუ შენ მარხვას უარყოფ, აი ეს რასამოს უყურე და ეგრევე ამ მუხს ციტირებენ და უკვე მოწვი რომ ეს ამათი გამოგონილი არის. როგორც ახსარების ჩაბარება ამათი გამოგონილი არის და ჯემინი მიწეს არ არისო გამოგონილი. აბა როგორ მოციქულები როგორ სოდავდნენ კაცო? ეგ არის დიდი მკრეხელობა ვინც მაგას ამბობს რომ მოციქულები სოდავდნენ. არ შეიძლება მაგის ითქმა კაცო, თქვენ პეტრეს საქმეები წაიკითხეთ რას ამბობს და პეტრეს ეპისტოლი იაკობის მიმართ რას ამბობს. პირიქით თუ ჩვენ მოციქულებიო წინააღმდეგი ვიყავით ცოდვის ჩადენის. 111 კანონი წაიკითხეთ თუნდაც მოციქულთა კრებები რო იყოთ ადგენილება რას ამბობს. ის ვინც ამტკიცებს რომ ნათლობის შემდეგ მიეცა მადრიდ ამ მადლს არ შეუძლია არა მხოლოდ წარსული ცოდვის მოტევება, არამედ დაეხმაროს რომ შემდგომ მომავალში აღარ შეცოდოს, შეჩვენებული იყოსო. ვინც ამბობს რომ მადლი საკმარისი არ არის იმისათვის რომ თქვენ მაგალითად მომავალში აღარ შევწოდოთ. ის არის შეჩვენებული. ესენი რაც გადაგებენ. ახსარების საიდუმლო ქრისტიანი უწოდავს. მოციქულები არ წოდავდნენ. მოციქული ამას ვერ იტყოდა და ვერასოდეს რომ ჩვენ წოდავთ და წოდვილები ვართ. ხედავ ესენი ვინ არიან კიდევ. მათეს სახარების მე-17 თავის 21 მუხლი არ წერია. აი ეს მოდგმა კი მხოლოდ ლოცვათა მარხვით განიდევნება არის ჩამატებული. ამიტომ ვიძახი მე ბევრი რაღაცა სისულელია. ხო შეიძლება არადეკვატურა და ძალიან გამაღიზიანებელი იყოს მედენისათვის, მაგრამ თუ დავიწყებთ მიდრაშისეულ მიდგომას, ხო, სულიერი გამოძიება რაც ქვია, ხო, აუცილებლად მივად აქამდე. მივად რა, რომ ეხლა როცა არ წერია და თვალებში ნაცალსმაყრი რანაირად. აი აიღეო ისო წვენა რა კონდეს რომ თასრო უბრძანებო გადაადგილდებაო. როგორ რანაირად. აბა ერთი ეს კაცი რას ამბობს აქ. ყურადღება მიაქცია უფალმა რა უთხრა, რქვამთ ასა ამას მიიცვალე ამერიკი, ანუ როცა ეტყვით რომ მაშინ გადადგებაო, მაგრამ მოციქულებს ეს არ უთქვამთ. რადგან ამას არც დრო მოითხოვდა და არც აუცილებელია, ამიტომაც არც მთები გადაუდგამდა, ხოლო რომ ეთქვათ გადადგამდნენ კიდეც. რომ ეთქვათ გადადგამდნენ კიდეცო. რა დარწმუნებულია ხა ის მინდა მამა რომ მოციქულებს რომ ეთქვათ იმ მთებსაც გადადგამდნენ. აი ხა ეს არ არის ისურველი ხა რაც აკუწერია ამას. თეოფილე ბულგარეს. ანუ ეს რო უთხრა წმენა რა ქონეთ თასობძანებდა გადადგებაო. მიიცვალო ამერიკიო გადადგებაო. მოციქულებიო, რა თქმა უნდა ამას გავაკეთებდნენ, მაგრამ ამას არ გულისხმობდნენ. არამედ ეშმაკის განდევნას გულისხმობდნენ, თის გადაადგილებას არაო. სამაგერთ იოსეონება, რო თქვენ წმენა რა ქონდეთ, თას გადაადგილებდით, მაგრამ ეს ამბობს ნახე რას ამბობს მოციქულებსო. რომ ეთქვათო ეს თის გადაადგილების შესახებ, მაინც გადადგამდნენ კიდეც. დაგინახავთ ერთი რა, ვინ არის გადამდგმელი და ვინ არ არის გადამდგმელი რა. აი ეგეთი, აი ამიტომ ვიძახ ხოლმე, ეს არის ჩემთვის მეუღებელი და სისულელები რა. ვაფშე არ ვაპირებდი ამ მე-16 თავი რომ მოვჭი მათი სახარების გაგრძელებას, რა საერთოდ. არ ვაპირებდი რა, ეხლა მოსეო გამოეცხადა იქა, ვინ დაინახა მოსე ან ვინ იცნო, შენ თქმის არ იყოს, სული უხილავია თუ მოსე მოკვდა, ხო? თუ მოსე მოკვდა, როგორ ნახეს იქ სულით, როგორ ნახეს. და მე გარდაცვალების მერე სული არ არსებობს ვიძახი. აბა წესისაგება რა, ის რაღა პანაშვიდები რაღა. იქინა წირვას ჩაუტარეო და სული გავა 64-ში გასეინება, როგორც ციხიდან ხაერზე გაასეინო, ისი არისო, პანაშვილის გადახტაო, ისე წირვის გადახტაო, მიცვალებული წეო. აი ესეთი რაღაცეები როგორ უნდა დაიჯერო სახარების მოწმუნე კაცმა და ქრისტიანმა. ან ვინ დაინახა რომ იქ პატრიარქის ეზეციური საქართველოში დგას და იქიდან ლოცულობს. ვინ დაინახა? ტერიტორიები აქ იქ სასუფევო საქართველო ქვია? პროტესტი მიჩნდება მე როგორც კვლევარს რა და ვეკითხები ამ ყველას ვინც ვისაც არის რაღაცა ჩემთვის ეხა ის წამს ამის წმენა როგორ შეიძლება გავაგრძელოთ ეხა კიდე რეებიც ნახე
დავიდრე იქცეოდეს იგინი გალილეას რქვა მათ იესო მიცემა დარძე კაცსა იხეთ კაცს და მოკლა ნიგი და მესამე დღეს ავდგომა და შეზრუნდეს იგინი ფრიად ბიჭო აგერ იქი ხო თქვა რომ არავის არ გაუმხილოთ ესაო სანამ ძეკაც სემკვეთ თარადგება ესე იგი იცოდნენ რომ იესო ქრისტე უნდა მომკვდარი იყო აი ამ ნათლისმცემლის მსგავსად და უნდა ავდგანიყო კოლეთით ხო აქ კიდე იგივე სუმეორებს მე მოცაფეებს რომ მესამე დღეს უნდა აღდგეს უნდა მოკლა და მესამე დღეს უნდა აღდგენ ანუ შეიძლება იმ სამოცაფეს უთხრა ცალკე მაგრამ სხვებიც არ უთქე და ახლა სხვებსაც უთხრა ეგეც არ არის გამორიცხული და რაშემს მოვიდეს იგინი კაფერნაუმ და მოუხდეს პეტრეს რომელნიგი დიდ რაქმასა მოხდიდეს და რქვეს მას მოძღვარდი მან თქვენმან არ გამოსცა ხალკი და დრამისაი ეხა ეს ხალკი დრამისაი ტაძრისაი ანუ ეს არის ტაძრის გადასახადი ქირა ყველა ებრაელი როგორც მე მითხრას იხდიდა ტაძრის გადასახადს დრაქმას ну იესო ქრისტეც ფაქტიურად ტაძრის გადასახადს იხდიდა ეხა მე რომ გამოვეცი ეს ციგნი მოიცადე ეს აქ აღარ მაქვს ნიკოდიმოსის სახარება რომ გამოვეცი ტაძრის შესახებ მიწერია მე იხდიდა თუ არა იესო ქრისტე ტაძრის გადასახად და რას ნიშნავს ეს ტაძრის გადასახად ну ახლა ვეღარ გავხსნი ამას რა ის ციგნი აღარ მაქვს გაიყიდა ნიკოდემოსის სახარება ხო ნახეთ აქ რა წერია და მან რქვა მათ ჰე და ვით არ შევიდა იგი სახით ასრო მათ იესო და რქვა რასაგონებ შენ სიმონ მეუფეთა ქვეყანისათა რომელთა გამოიყიან ხარკი ანუ თუ ზვერი შვილთაგან ანუ უცხოთაგან რქვა მას უცხოთაგან რქვა მას იესო აწუკვეს აზნაურ არიან შვილნი იგი არამედ რაით არა დააბკონეთ იგინი მივეც ზღვასა და შთააგდეს სამჭედური და რომელ პირველად აღმოხდეს თევზი მოიღე და აღიღე მისი და ხპო მაშინა სასწორი მოიღე იგი და მიეთ შემწილი და შენწილი დაუსვენიათ რაღაც უნდა მოწაფეებს მუშაობა კაცო აგერ იესო ყავთ სასწაულ მოქმედი თევზს უბრძანებს და ფულებით სვივა რაღაც საჭირო იქნებოდა მუშაობა კაცო რა დაანებებდნენ თავს მუშაობას მოციქულები და აგერ სასწაულ მოქმედებით გააჩნდნენ ფულს როგორც დღეს არის ეს ყულაბა და ყველა იმაში ყრის ფულს სასწაულებრივად ჩდება ეკლესიაში ფულები მილიარდერები გახდნენ ეს ფულები საიდან ყველა შემოწირულობით ახიდან არა აი მაგათი სასწაული იეშუა ფულებს თევზის პირიდანაც აყრევინებს და ვიღაცის მილიარდერების ჯიბებიდანაც აცოინებს ფულს თქვენი ეს მისტიური და ისა რა მაგიური ქრისტე რომელსაც ესენი მისდევენ ებრაელი კაცი რომელიც ყოველ კვირას გიკლავენ პურს და ხორცს და მის ებრაელი კაცის სისხლს და ხორცს ჭამთ გაჭმევენ ჭამთ რა ეხლა თქვენი გადასაწყვეტიაში ჭამთუა ეხლა აქ მნიშვნელოვანი რაღაცა დაუკვირდით კიდე რას ეუბნება ქრისტე პეტრეს მეფეებიო ვისგან იღებენო ხარკსო შვილებისგან თუ უცხოებისგანო პეტრე ეუბნება რომ უცხოებისგანო ესე იგიო ჩვენს ფულს გთხოვენო ტაძრის გადასახადსო ჩვენო მისი შვილებად აღთვლიანო აქ კიდევ ერთხელ უარყო იესო ქრისტემ რომ ის ებრაელთა ღმერთი რომელსაც ადონაის ეძახდნენ ებრაელები და ტაძარი მის სახელზე იყო აშენებული ეს არ იყო მისი შვილი იესო იმიტომ რომ იესოსგან ფულს ითხოვდა ეს თვითონ იესოს იტყობენ მე კი არ ვიგონებ კაცო აგერო მეფეებიო ვისგან ითხოვენო ფულსაო გადასახადს ხარკსაო რა თქმა უნდა უცხოებისგან ესე იგი შვილად არ მიღებსო რა რახანმე ტაძრის გადასახადს მახტევინებს მაგრამ რომ არ დავაბრკოლოთო ეს ხალხი ანუ ებრაელებიო რა წადიო თევზი ნახიო ესეა და გადაიხადა შენთვის და ჩემთვისო მიხვდით ახლა აქ რა წერია თუ ვერ მიხვდით რა მე გასაგებად მიხვდი რომ ტაძრის გადასახადს რო იხდიდა იესო წააყოდრა იმ ღმერთს რომ ჩემგან ფულს ითხოვ ესე იგი შვილად არ მიღებ და არაღიარა ის ადონაის შვილად საკუთარი თავი ძალიან ბევრი რაღაცა ჩახლართული საქმეებია როგორც აგერ ჩვენ მეგობარმა გითხრა ამი დავასრულოთ დღეს დავიღალე უკვე იმედია საინტერესო იყო და შემდგომში მომავალში აუცილებლად გვექნება უფრო სერიოზული ჩართვები და მე ვფიქრობ რომ ყველა გაქცეული ადამიანი ვინც გარბის ამ საკითხებს შეეჩეხება რა ამ საკითხებს აუცილებლად შეეხეთქება როგორც წყალი კლდეს დაგემშვიდობებით მეგობრებო იმედია საინტერესო იყო ამ სახარების განმარტება აქ ხა წინა მამა ესეც მნიშვნელოვანს არაფერს არ ამბობს აქ ამბობს რომ თუ ზრუნვა საჭირო არ არის მაშინ ხო აღარ იტყო და თევზის ფული ამოიღეო თუ ფულის გადახდა არ არის საჭირო ნუ მოკლედ ამატერიალიზაციებს ამ მატერიაში გადაყავს ამასო ესე იგი მუშაობას კი აკრძალავსო ფულის გადახდასაც ნებას რთავსო სამაგეო დააწვის კიდევაც ისეთ რაღაცებს რომ ნუ მოკლედ მეფეები შვილებისგან გადასახადს არ ითხოვენ ესე იგი ამით უარყო რომ ის იყო მისი შვილი აბა მოდი წავიკითხოთ ესე იგი მაინც რას ამბობს ბოლო მუხლების განმარტებაში ეს თეოდორე დე გურიელი
ამ პარტავნებად რომ არ ჩაგვთვალონ და შეურაცხყოფილება ჯულისა რომ არ ვაცდუნოთ ისინი რადგან გადასახადს არ ვიხდით იოსონება პეტრეს მიეცი ხარკი დაზის გადასახადი ამ პარტავნებად არ ჩაგვთვალონ იმიტომ კი არ ვაცდებ რომ მოვალე ვარ არამედ გამოსასწორებლად მათი უძურებისა აჰა ბოდიშით ეხა ჩვენ თვითონ იყო ღმერთი და თვითონ თავის თავს ხარ მოსწყობდა გადასახადს გამიგე ну ეხა გამოსასწორებლად აძლევდა რა თურმე ისინი რომ გამოსწორებულიყო შენ და არ დაავალე თავის გადასახადი გადაიხადეთ ებრაელებს რანაირად რომ გამოსწორეს იგი არასწორად იქცეოდნენ რომ რამე გამოსასწორებელი ჭირდათ გეუბნები ეს რაღაცა ვერ არის რა თავის მათოზე ვინც ამას აწერს რა ან არ ისმის ებრაული არაფერი ან სახარებას ვერ ჩაწვა საერთოდ ეს საერთოდ როგორ დაწერეს მე ამის გარდა სხვა მათი სახარების გამარტება არ არსებობს თავი და ახლიდან არის დასაწერი ეს იგი აქედან ვსწავლობთ რომ იქ სადაც ნება არ გველოდა სასტური არ უნდა ვიყოთ სასტური არ უნდა ვიყოთ ხოლო იქ სადაც შეიძლება რაღაც საქმის გაგდება მოგვადგე საჭირო არა ზრუნვა იმაზე რომელიც უგუნურებისა გამოცდუნდებიან რათა ეჩვენებინა რომ ღმერთი იყო და ბრძანებელი ზღვისა ქრისტემ პეტრემ წარგზავნა თევზიდან სტატირის ამოსაღებად ღმერთი იყო სასწაულმოქმედი რა გინდა წკაპ და თევზ პირიდან ფულებს აყრევინებს და რა შეჭირდება თქლებს მუშაობა კაცო ამასთან ჩვენ ზოგიერთ საიდუმლოსაც ვსწავლობთ ჩვენი ბუნება ეს არის თევზი ურწმუნოების ზღვასაშინად ჩაძირული საიდანაც მოციქულებრივმა სიტყვამ ამოგვზიდა და პირში სტატილი გვიპოვა ანუ სიტყვები უფლისაა და აღიარება ქრისტესი რადგან ვინც ქრისტეს აღიარებს პირსაშინად სტატილი აქვს სტატილი რომელიც ორი დიდრექმა შედისო ესე იგი ჩვენ ვინც ქრისტეს ვაღიარებთ თურმე პირიდან ფულებს ყრით რა რა სისულელე შედარებას აკეთეს პროსტა რა და ჩვენი პირიდან გადმოყრილი ფულებით თურმე ტაძრის ხალხს ვიხდით რა არის ხა ეს რა გამარტება საშინელებები წერია მოკლედ არ ვიცი რითი ხელმძღვანელობ რა წმინდა მამას კითხულობ კი აგერ ის ბოდავს შენი წმინდა მამა მისტიციზმი პარადოქსული ამიტომ ახალი ათმაც ბუნებრივია შეიცავს წინააღმდეგობებს და პარადოქსებს ანუ მე უნდა გადამეხადა გადასახადები და მაგას და მის მოციქულებს არა ეგ რანაირი სამართლიანია იქნება შვილი მყავდა ცუდად შაბათს რომ მემუშავა რატომ ჩამქორავდნენ ქვით სად არის აქ სიყვარული ამიხსენით მაშინ რა სიყვარული თუ ძმა ხარა ვითარცა ღმერთს და კაცს ქრისტესაც ხომ ორი ბუნება აქვს ამგვარად ეს სტატილი ბიჭო ამ ბუნებაზე კიდე რა ჩაიხვიეს რა ქრისტე არის ცხებული სიტყვა გაიგეთ ეგ არ არის ის ქართული სიტყვა ცხებულად არის ქრისტეს რო იძახით მაგაზიანებს რა თქვი ცხებული და გასაგებია უკვე ვიცი რომ ქართულად მელაპარაკებ ეგ არის ბერძნული სიტყვა ქრისტოს ნიშნავს ცხებულს ძველი აღთქმის ღმერთისგან ცხებულ პიროვნებას მაგას ნიშნავს პირდაპირ ეგ თქვენი ქრისტოს რა წაიღეს თქვენი ბიჭო კაი გავიგეთ რომ ორი ბუნება აქვს მაგრამ ყოველთვის ქონდა ორი ბუნება ქრისტეს ყოველთვის იყო ზეცაში ქრისტე არა ხო აბა რატო იძახი ორი ბუნება აქვსო იმ ორისგან ერთი შექმნა რატო უწოდებ კიდე ორს რატო ხეჩავდა რატო ღვთაებრივ ბუნებას რატო ამახინჯებ კაცობრივ ბუნებასთან რატო აიგივებ აღარ ვიცით მისი სახე როგორ არის დაფარმა ნათელმა მონის ხატებას რატო ეთხოვ ევსები კესარი ხო წერს კონსტანციას და კონსტანტინეს და კონსტანციას რა შეგვიდება ჩვენ დახატული ქრისტე იმის სახე არავინ არ იცის ხო ორისგან ერთი შექმნა ახალკაცად ქრისტეში ეს მაინც ორი ბუნება ეს არის კრეხელობა ეს არის ზნედაცემულობა ეს არის კონსტანტინეს ერესი რა ღვთაებრივ ბუნებას იესოს ღმერთობის შეურაცხყოფა მისი ადამიანად გამოსახვა და წარმოსახვა რომ ეს არის და ეს იმით ამართებენ რომ აგე დოკეტისტები იყვნენ და იმათ საპირისპიროდ ამბობენ რომ იესო ქრისტე ხორცერად იყო მოსული არავინ არ ამბობს რომ არ იყო ვინ ამბობს მაგას არც ერთი მოციქული არ ამბობს რომ არ იყო მაგრამ მე აღდგომის კვეთით აღდგომის და ამაღლების შემდეგ აღარავინ აღარ იცის როგორი სახისა ეს განდიდებული იონესაც რომ მე ჩვენა სახით დაეცა როგორც ენოქი მის წინაშე არის ისეთის გამოსხივება როგორი სახით აი იმას ვერავინ ვერ ახსენს რახან შეხედა და დაინახა იგი მას კენშოს სახეში შეხედა და მისი სახე ვინმე ნახა იმიტომ რომ იესო ქრისტე მამა ჩემი სახე არავის არ უნახიო თვითონ ანგელოზებიც კიო ფრთებს ფარავენო და წიწიანო იფერფლებიან მის წინაშე რასთანაა საქმე ამათ საერთოდ არ აქვს საერთოდ არ იციან ისინი რასაკეთებ ეს არის დამახინჯებული რომის დამახინჯებული რელიგია რაც აი ნუ არ ვიცი თავიდან ებრაული თუ იყო და გეზას ეძახდნენ როგორც სოხულაშვილი ამბობს აბა რა ის ქრისტიანები ვარ ჩვენ ქრისტიანები კი როგორ ჩვენ ვართ კონსტანტინეს ერეტიკოსები ყველა ვაფშე ვინც მაგას აღიარებს ამგვარად ეს სტატილი ქრისტია რომლის სიკვდილის ორი მოდგმის აღარ მინდა უკვე წავიკითხო რა სტატილი ქრისტიარიო ფული ქრისტიარიო აი რა უნდა ილაპარაკო ხა კაი მეგობრებო დავამთავრეთ ახლა ჩვენი დიალოგები და საუბრები იმედია საინტერესო იყო და
ბევრს დააფიქრებს ეს ლайვი. წავედი დროებით.